გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness პოდკასტია ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩემი სტუმარია დავით მამალაძე, ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მედიტაციაზე და კონკრეტულად ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე და მის ტექნიკაზე. გამარჯობა, დავით. გამარჯობა, მოგესალმებით. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს პოდკასტში. ძალიან დიდი მადლობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს პოდკასტში. მადლობთ. დავით, დღეს ჩვენ ვისაუბროთ ზოგადად მედიტაციაზე და ასევე კონკრეტულად ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე. კი ბატონო. და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებისთვის ზოგადად მედიტაცია ხშირ შემთხვევაში აღიქმება როგორც ინდუიზმის ან ბუდიზმის ლოცვად და მინდა რომ დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი და კი ბატონო. მოვყვეთ ამის შესახებ. სინამდვილეში რა არის მედიტაცია? სინამდვილეში მედიტაცია არის ტექნიკური პროცესი, ანუ პრაქტიკა, ხო? ადამიანი იჯდება და რაღაც ტექნიკურ პრაქტიკულ პროცესს ახორციელებს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ამას რეალურად არანაირი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია, უბრალოდ არსებობს კულტურულად ესეთ რაღაც სხვადასხვა რელიგიებში უწოდებენ ტერმინ მედიტაციას თავისებურ პრაქტიკებს და უშუალოდ მედიტაციური ფორმები ახლა როგორც ახსენე, ხო, რომ ბევრი ფორმა შეიძლება და ბევრ ამას უწოდებენ მედიტაციას და რეალურად სიტყვა მედიტაცია ნიშნავს ფიქრზე, ესე ვთქვათ, დაკვირვების პროცესს. ანუ, როდესაც ხდება ფიქრი და ადამიანი ამას აკვირდება, ხო? ჩვენ გვაქვს ყოველდღიურობაში ფიქრები და ესე იგი თუ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ადამიანები ფიქრობთ, ამას შეიძლება ერთგვარი მედიტაციური პროცესი უწოდოთ. მაგრამ უფრო მედიტაციური შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც დისტანცირებულად აკვირდები. ანუ ხდება ხანდახან გაიგივება ფიქრებთან, როდესაც რაღაც მოცული ხარ ამ ფიქრით და თავს კარგავ პირობითად ამაში, როგორც მაგალითად სიზმარში და როდესაც ხდება მასზე დაკვირვება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხარ შენ და არის ფიქრები. ანუ შენ არ იგივდები მათთან. აი ამას უკვე სრულყოფილი მედიტაციური პროცესი შეიძლება უწოდოთ. მაგრამ თუ ახლა შევეხებით ტრანსცენდენტულ მედიტაციას, ეს არის მთავარი მიზანი მედიტაციური პროცესის. ანუ მხოლოდ დისტანცირება კი არა უბრალოდ ფიქრისაგან. არამედ საერთოდ ტრანსცენდირება ნიშნავს საკუთარ თავთან, საკუთარ სუფთა ცნობიერებასთან დაბრუნებას, ხო? ანუ ეს სუფთა ცნობიერება ეს არ არის რამე, შეიძლება ეს სიტყვა კიდე უცნაურად ჟღერდეს და ადამიანებს არ ესმოდეთ ეს რას ნიშნავს, მაგრამ ყველაზე ადამიანისთვის ნაცნობი, ყველაზე ადამიანისთვის ახლო, ანუ თუ პირველ რიგში, ესე ვთქვათ, შენ რამე გააქვს, ეს არის სისუფთავი. ანუ ჯერ იბადები პირობითად, ანუ სხეულში იბადება რაღაც სიცოცხლის წყარო და ეს არის სისუფთავე, რომელიც არ შეგვიძლია ავღწევოთ რაიმე ფორმით. იმიტომ რომ სხეულში ვერ აღმოაჩენ ამ სუბსტანციას, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ეს არ არის რაღაცა ფიზიკური ფორმა ადამიანში, რომ არის სიცოცხლე. ამას შეიძლება სულიერად თუ ესე მისტიური სიტყვებით უწოდოთ სული და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ მიყვარს ესეთი მისტიური ტერმინოლოგიით საუბარი, პირიქით უფრო პრაქტიკული ენით შეიძლება ეს გავიგოთ. თორემ ადამიანი მაგალითად ასრულებს სიცოცხლეს, რაღაცა ქრება იმ სხეულში პირობითად, ხო და ეს რაღაც რო ქრება, რა არის ეს? ხო არ შეგვიძლია ეს ფიზიკურად დავინახოთ. აი ზუსტად ეს არის ის, რაც აცოცხლებს ამ სხეულს, ხო ესეა და ეს არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ სუფთა ცნობიერებას. ანუ, აქ შეიძლება კიდე სხვადასხვა შრეებიც ქონდეს ამ ყველაფერს და სხვანაირი გაგებაც მოვაყოლოთ, მაგრამ, ფუნდამენტურ დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ სუფთა ცნობიერება არა მხოლოდ ჩემია, არამედ მთელი სამყარო ერთია, აი ამ სუფთა ცნობიერებით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ნატიფი, ყველაზე ღრმა შრე, ამას შეიძლება კვანტური ფიზიკა, შეიძლება კი არა და დღეს ეძახის ერთიან ველს, სადაც წარმოიქმნება მაგალითად ყველაფერი. ანუ არსებობს რაღაცა პირობითად სივრცე, რომელიც არის ესეთი სუფთა, უფორმო და ამ სივრცეში იბადება და იქმნება ყველაფერი. და მე იქვე ქრება. იგივენაირად, უშუალოდ მედიტაციის პრაქტიკის დროს ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება, რომ თუნდაც ისედაც, ხო, აი ხა მაგალითად ჩვენ ვზივართ, ხედავთ და გვიჩდება თავში ფიქრები, აი ნებისმიერ თუნდაც მაყურებელს ახლა უჩდება ფიქრები. და ეს ფიქრები სად ჩდება? შეიძლება ვთქვათ, რომ თავში, ტვინში, მაგრამ აი რომ რაღაც ქირურგიულად შევიდეთ იქ, ხო, ვერ აღმოვაჩენთ ამ ფიქრებს. შეიძლება რაღაც ნეირონული კავშირები და სხვა პროცესები დავინახოთ, მაგრამ უშუალოდ ფიქრებს იქ ვერ იპოვებთ. ესე იგი რაღაცა აბსტრაქტული სივრცეა, ახლა უბრალოდ რომ დავუკვირდეთ, სად გვიჩდება ეს ფიქრი და უბრალოდ აი ამ ცოდნას რო არ დავეყრდნოთ, რო აი თავში, ტვინში და ასე შემდეგ, ხო? უბრალოდ შეგრძნების დონეზე რომ დავუკვირდეთ, სადღაც უსასრულო, უსაზღრო სივრცეში ჩდება ფიქრი და მე ისე იქვე ქრება, სად მიდის, სხვაგან არსად არ მიდის, ხო, საიდანაც მოვიდა, ისევ იქ მიდის. მაგრამ ის რა არის თვითონ, სადაც ეს ფიქრი ჩდება? ანუ ეს არის ფიქრის წყარო,
და ეს არის სუფთა ცნობიერება. ეს არის ესეთი განმარტება და ამ პროცესში ხო, ჩვენ ახლა კითხვა იყო ის, რომ ადამიანები იგებენ როგორც რელიგიურ ფორმას და ასე შემდეგ. ეს რელიგიურასაც, ესე ვთქვათ, რელიგიებშიც არის გარკვეულწილად ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ის ნამდვილი შინაგანი მე არის ადამიანის მთავარი არსი. და რა თქმა უნდა, სულიერება საუბრობს ამაზე. და ყველა რელიგია რეალურად ამას მიუთითებს. ნებისმიერ რელიგიაში არსებობს რაღაც ტიპის სიწმინდე, სხვადასხვა სახელწოდებებით, სხვადასხვა ღმერთებით თუ ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ისუთ თავზე სიყვარულზე, კეთილდღეობაზე არის საუბარი ყველა ფორმაში, ხო? ამიტომ მედიტაცია კერძოდ არ მიეკუთვნება კონკრეტულად რომელიმე რელიგიას, არამედ ეს არის ტექნიკური პროცესი, რომ ადამიანმა მოახერხოს, როდესაც არის ბევრი გაიგივება ამ ფიქრებთან, მიჯაჭვულობა და მსგავსი რაღაცეები, ტექნიკური გზით უბრალოდ დაუბრუნდეს უფრო მეტად საკუთარ თავს იმ სუფთა ბუნებას და როდესაც ეს ხდება, შესაბამისად იწყება მოწესრიგება, რაც მაგალითად ისედაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში პერიოდულად. თუმცა უშუალოდ მედიტაციაში უფრო ღრმა არის ეს ეფექტი და გავლენა, ვიდრე შეიძლება ცხოვრებაში ეს შემთხვევით მოხდეს. ასე რომ მედიტაციის პრაქტიკა გვეხმარება, რომ ეს ყველაფერი უფრო შედეგიანი იყოს ჩვენ ყოველდღიურობის გავლენაზე, ხო? ანუ მაგალითად მე ვიმედიტირე, მე მივდივარ მოქმედებ და რადგან სიმშვიდიდან, სიღრმიდან მოქმედებ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი წარმატების შესაძლებლობა მაქვს, უფრო მეტი მიღწევების შესაძლებლობა მაქვს, უფრო ჯანმრთელი ვარ მენტალურად, ფიზიკურად და ეს არის მთელი არსი ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ და ამას ასევე მეცნიერულადაც ძალიან ღრმა დადასტურებენ და არაერთი სამეცნიერო კვლევა არის ამაზე ჩატარებული. ანუ რა გავლენა ექნება ამას ფსიქიკაზე, გონებაზე, სხეულზე და ასე შემდეგ. ჩვენს კეთილდღეობაზე. კი ბატონო, მთლიანობაში. მოდი ვისაუბროთ ახლა კონკრეტულად ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე. ანუ საიდან წამოვიდა ეს? ჩვენთან საქართველოში ვიცი, რომ დეივიდ ლინჩი იყო ჩამოსული, ხო? თუმცა იქამდეც ცოტა ადრე. ნუ მე მაშინ გავიგე პირველად და აი მოგვიყევი, აბა რა არის ტრანსცენდენტული მედიტაცია და როგორ განსხვავდება, თქვათ უბრალოდ აი სხვა სუნთქვით მედიტაციებს შორის. რა განსხვავება? ნუ პირველ რიგში, ეხლა რაც მე ღრმად ვისაუბრე, რაზეც ვისაუბრე, რომ არის სუფთა ცნობიერება, აი ეს არის ზუსტად ტრანსცენდირება, სიტყვა ნიშნავს ტრანსცენდენტული, ანუ საზღვრის მიღმა ყოფნა და საზღვარი სად არის? საზღვარი ანუ იმ ფიქრებშია საზღვრები, ხო? ანუ რაღაც კონკრეტულ ფიქრში რომ ვართ, მაგალითად ფიქრობ რაღაც მეგობარზე, ამ დროს ჩემი ყურადღება შეზღუდულია მეგობარზე ფიქრით. ამ დროს არ ვფიქრობ მაგალითად დედაზე, ხო? შესაბამისად შეზღუდულობაში ვარ ერთგვარ ჩარჩოში. და როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ, ხო, ეს ყველაფერი მუდმივად იცვლება, ხან სადმაკ ყურადღება, ხან სადმაკ. ანუ სულ მუდმივად სადღაც შეზღუდულ პროცესშია ჩემი ყურადღება, მაგრამ იცვლება ეს ყველაფერი. და რაც უფრო მეტი პრობლემა გროვდება და ასე შემდეგ, სტრესია დიდი, ხო, შფოთვა, წყენა, აბრაზია და ასე შემდეგ, ეს უფრო ზედაპირულ ქაოტურ პროცესში გვამყოფებს. ეს წარმოიდგინე, რომ არის რაღაც ერთი დიდი ოკეანე და ამ ოკეანესგან არის გამოყოფილი ტალღები, ზედაპირზე აბობოქრებულია ეს ტალღები და ეს ბობოქარი ტალღები გვიბინდავს იმას და გვიზღუდავს იმ შინაგანი მთლიანობის განცდას, თავისუფლების სიმშვიდის განცდას. და რაღაც მომენტში ეს ტალღა ისევ ოკეანეს უბრუნდება და ისევ მთლიანობის ნაწილი ხდება. უშუალოდ მედიტაციის, ტრანსცენდენტული მედიტაციის მთავარი არსი ის არის, რომ აი ამ გამოყოფილობიდან, ამ შეზღუდულობიდან დაუბრუნდე ისევ იმ მთლიანობას. და ამას ნუ უშუალოდ ნებისმიერ ადამიანს ამას აპრაქტიკებს ან დააპრაქტიკებს, გამოცდის აუცილებლად ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ეს მედიტაცია ასევე არის ძალიან ბუნებრივი, მარტივი და ადვილად შესასრულებელი პრაქტიკა. ხო, ნუ რაც შეეხება ახლა იმას, რომ რითი განსხვავდება სხვა მედიტაციური ფორმებისაგან, მაგალითად შენახსენე, რომ არის სუნთქვაზე მაგალითად დაკვირვების პროცესი, რასაც უწოდებენ კონცენტრაციის მედიტაციას. კონცენტრაციის მედიტაციისას ჩვენ ვირჩევთ სუნთქვას, როგორც დაკვირვების ობიექტს, და ეს არის აუცილებლად გამოვლენილი, ანუ გარკვეულწილად ზედაპირული პროცესი არის, იმიტომ რომ სხეულის გამოხატულება, ანუ ზევიდან ხდება, ესე ვთქვათ, ხო? შესაბამისად ამ დროს ჩვენი ყურადღება არის უფრო ზედაპირულ პროცესზე. ამ დროს ხდება, რა თქმა უნდა, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება, რაღაც ერთგვარი მობილიზება, ანუ აღარ ხარ გაფანტული 1000 შფოთვით პროცესში, არამედ კონკრეტულ რაღაცაზე ფოკუსირდები. მაგრამ ამას გარკვეულწილად ჭირდება ძალისხმევა, იმ გაგებით, რომ შენ ცდილობ, რომ მუდმივად იქ იყო. და თუ გამოვიდა აქ მედიტაცია და ეს არ ყოველთვის არ ხდება ამ პრაქტიკის დროს, რასაც უშუალოდ მედიტაცია ქვია, ანუ თუ შედგა ეს პროცესი, რომ
შენ შეძელი ეს და გამოვიდა, მაშინ მოდის ის გამოცდილება, ის მდგომარეობა პირობითად, რომელიც არის მედიტაციური მდგომარეობა. მაგრამ ხშირად ადამიანები ამ პრაქტიკას აკეთებენ და ამბობენ, რომ მე ვწვალობ, ვეჭიდავები, მე ეს არ გამომდის, ეს ჩემი არ არის და ასე შემდეგ და თითქოს რაღაცნაირ სირთულეებს ეჩეხები ამ დროს რა და უშუალოდ ტრანსცენდენტულ მედიტაციაში ჩვენ არ ურჩებით რაიმე ზედაპირულ პროცესში, არამედ ვიყენებთ ბგერას, ხმას, ერთგვარს, რომელიც გვეხმარება, რომ ამ ზედაპირიდან პირიქით წავიდეთ იმ სიღრმეში, რომელიც ავტომატურად და ბუნებრივად ხდება, იმიტომ რომ გონების ბუნებაა, რომ იაროს უფრო მეტი კეთილდღეობისკენ, უფრო მეტი ეძებოს ყველგან. ნებისმიერ ქმედებაში, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, თუ ვაკეთებთ, ხო? ყველგან ვცდილობთ, რომ უფრო მეტი მივიღოთ. მეტი მივიღოთ სიტყვაზე, ურთიერთობაში, სამსახურში, ფინანსურად თუ ასე შემდეგ. ხო, ანუ ყოველთვის გონების მოტივია, რომ უფრო მეტად დავკმაყოფილდეთ. მაგრამ ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ვტყუდებით ამ ყველაფრით და ვერ ვკმაყოფილდებით, ესე ვთქვათ რა, მაგრამ მუღამიც ის არის, რომ გონებამ ეს აღმოაჩინოს, ეხლა გაგვიგია ტერმინი რეალიზაცია, გასხივოსნება, სხვადასხვა კულტურაში სხვა სიტყვები ქვია, ესე ვთქვათ, სამათი იოგაში მაგალითად, სატორი, სამშვინველი თუ ასე შემდეგ და ეს უბრალოდ ერთ და იგივე პროცესს ასახავს. ანუ ადამიანი, როდესაც შეიცნობს საკუთარ ნამდვილ მეს, ანუ ზუსტად იმ ტრანსცენდენტულ ბუნებას, რომელიც აქტიური ფორმის მიღმა, ის აცნობიერებს თავის თვლიანობას და ის, როდესაც ამაში დამკვიდრებულია, ამ ადამიანს უწოდებთ გასხივოსნებულ ადამიანს, ან რეალიზებულს და ასე შემდეგ, ხო? და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მუდმივად მოქმედებს ამ დონიდან. ანუ ის არ კარგავს თავის განცდას, აღონდ განცდას რაღაც შეგრძნებით დონეზე თუ ემოციურ დონეზე კი არა, არამედ იმ თლიანობის აღქმას და ამ დროს ადამიანი განიცდის ერთიანობას ასევე სხვა ადამიანთან თუ მეგობართან, სამსახურში სხვა პერსონალთან თუ ასე შემდეგ. ანუ თვითკმარობა ერთგვარი, ხო? კი ბატონო, ანუ აქ აღწევს გონება ზუსტად ამ თლიანობას და ზუსტად ეს არის მთელი არსი ამ ტრანსცენდენტული მედიტაციის და იმიტომაც ქვია ტრანსცენდენტული მედიტაცია, რომ ის არის პროცესი, ანუ ზოგადად ახლა ისტორიაც მკითხეთ, ზეგან კითხვა ესეთი იყო, საიდან მოვიდაო და ტრანსცენდენტული მედიტაცია არის უძველესი მედიტაციური ფორმა, იმდენად ძველია, რა დონეზე ძველიც არის ალბათ კაცობრიობა და ეს არის ვედური ცოდნის ნაწილი. ვედა სიტყვა ნიშნავს ცოდნას სიცოცხლის შესახებ და ვედურ ლიტერატურას წერდნენ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა ზუსტად ეს რეალიზებული ცნობიერების მდგომარეობა, ანუ მათ შეიცნეს საკუთარი თავი, ხო? აი სიტყვები რომ არის შეიცან თავი შენი და ეს არაერთ რელიგიურ ფორმაში თუ არაერთ პირობითად ფილოსოფიაში თუ ასე შემდეგ გვხვდება. მეორდება. ხო, რა თქმა უნდა, ნუ შინაარსი ერთია, იმიტომ რომ ყველა ამას ვეძებთ. ვეძებთ საკუთარ მთლიანობას, ვეძებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას და ასე შემდეგ და ზუსტად აქ ხდება ეს შემეცნება, მაგრამ საინტერესო ის არის და პარადოქსული ის არის, რომ სიტყვებით ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ და მე ვცდილობ, რომ ის ავხწერო რაღაცნაირად, რასაც ფორმა არ აქვს. მაგრამ როგორც კი მე სიტყვას ვიყენებ, ესე იგი უკვე ის აღარ არის. იმიტომ რომ მე სიტყვას რომ ვამბობ, ეს უკვე შეზღუდული ფორმა, ანუ უკვე რაღაც ჩარჩოშია მოქცეული. ქრისტემ თქვა, ეს არის სიყვარული მაგალითად, ხო? ანუ ეს სიყვარული არ არის მხოლოდ ის სიყვარული, რომ მე გოგო მიყვარს თუ ბიჭი მიყვარს თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის რაღაცა ბევრი, უფრო ვიდრე უბრალოდ რაღაცა ურთიერთობის ასპექტი, ესე ვთქვათ, ხო? ანუ უფრო მეტი მთლიანობის განცდა და აი ამ სიყვარულით ყველაზე ახლო შეიძლება ეს სიტყვა იყოს მასთან. მაგრამ ნუ სხვა ადამიანებმა სხვა სიტყვებით აღწერეს ეს და ნუ მოკლედ ვედური ცოდნიდან აი ამ რეალიზებული ადამიანების სიტყვებით თუ ენით თუ ხელებით დაწერილი ლიტერატურა გვიზიარებს იმას თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი და ამ პრაქტიკების ესე ვთქვათ ბევრი ფორმა და ნაირსახეობა არსებობს და იოგაც მათ შორის ვედური ცოდნის ნაწილია და მხოლოდ ვედურ ლიტერატურაში ხვდები ჩვენ სიტყვა ტერმინს იოგას რაც რეალურად ნიშნავს ზუსტად ამ რეალიზაციის, ანუ ამ რეალიზების მდგომარეობას, როდესაც ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, ანუ იმ ერთიანობას და იოგა სიტყვა ნიშნავს ერთიანობას, გაერთიანებას და არა იოგას ასანები რო გავაკეთოთ. იოგას ასანებიც უბრალოდ, იმიტომ ქვია, რომ გაერთიანება, გამთლიანება ხდება გონების და სხეულის და ეს შეხმატკბილება ხდება, ესე ვთქვათ, ამ პრაქტიკის დროს. შესაძლებელია რომ მოხდეს, ხო? მაგრამ აი იმ თლიანობის შეცნობა არის კონკრეტულად იოგა. ანუ ეს არ არის
მხოლოდ დღეს როგორც გავრცელებულია, რომ ვარჯიში და ასე შემდეგ. ანუ მაღალი ცნობიერების მდგომარეობას ეწოდება რეალურად იოგა. და აი ამ ცნობიერებაში მყოფი ადამიანები მოკლედ გვიზიარებდნენ ამ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკებს და მათ შორის ერთ-ერთი უძველესი იყო ტრანსცენდენტული მედიტაცია, მაგრამ მაშინ მას არ ერქვა ტრანსცენდენტული მედიტაცია, ვედურ ლიტერატურაში სანსკრიტულ ენაზე ამას ქვია თიანა და როდესაც ეს ცოდნა მოდიოდა, ხო, ესე ვთქვათ, ყოველთვის გადაეცემოდა მასწავლებლიდან მოსწავლეს, ანუ ვისაც აქვს ეს გამოცდილება, მხოლოდ მას შეუძლია გაგიზიაროს ეს ყველაფერი, ვინც უმეც არია ვერ ხედავს, არ იცის, იმან როგორ შეიძლება ეს გაიგოს, ხო, პირობითად, ნუ თუ შემთხვევით თუ რაღაც მოახერხა და ეს გამოცდილება მიიღო, მაშინ უკვე მან შეიცნო ეს ყველაფერი და მას შეუძლია მე ამაზე ისაუბროს, ხო? ამ ნებისმიერ სფეროში, თუნდაც მათემატიკას რო ვსწავლოთ, მივდივართ მათემატიკის მასწავლებელთან და ის უკეთ გვიხსნის ამ ყველაფერს, ხო? ეს არის მუღამი და როდესაც ეს ცოდნა მოდიოდა, ვედურად ამას ესე ვთქვათ, სანსკრიტზე ერქვა თიანა და მერე ისე მოხდა, რომ იყო მაჰარეში იოგი, ესეთი ადამიანი, მას ყავდა მასწავლებელი გურუდევი, ბრაჰმანანდა სარასვატი, ესეთი წოდება ჰქონდა. და ეს მისი მასწავლებელი იყო და მან მისი მასწავლებელისგან მიიღო ეს ცოდნა და ასე შემდეგ და ეს იყო ყველაზე ბოლო, ესე ვთქვათ, ამ ვედური ტრადიციის შემომნახველი მასწავლებელი. მაჰარეში არა, გურუდევი, ანუ ის მისი მასწავლებელი და მაჰარეში მისი მოსწავლე იყო და მან 13 წელი მსახურებაში გაატარა, ესე ვთქვათ, მასთან ერთად ჰიმალაებში. მიიღო ეს ცოდნა, მიიღო ეს ცნობიერების მდგომარეობა, ესე ვთქვათ, მიიღო როგორ ისედაც ყველას გვაქვს და ეს მუდმივად ჩვენია და ის არასდროს იკარგება, უბრალოდ იბინდება. იმიტომ რომ აი ზუსტად იმ ქაოსით ოკეანის ზედაპირზე რომ არის ბევრი ტალღები, კარგავთ. და ჰორიზონტი რო არ ჩანს? ხო, და ჰორიზონტი კი არა, შეიძლება არც არაფერი ჩანს, იმასაც ვერ ხვდება ადამიანი, შეიძლება ხშირად რომ ტალღა არის და რაღაც კონკრეტულ ვითარებაშია, ხო? ესე იგი ამ ადამიანმა რა ქნა, ხო, მაჰარიშიმ რომ გამოიტანა ეს ვედური ცოდნა ადამიანებისთვის, ხელმისაწვდომი გამხდარიყო და არა მხოლოდ იმ შეზღუდულ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შეზღუდული ეპოქები იყო, ხო? მაშინ არ ქონდა ინტერნეტი, მაშინ არ იყო ტელევიზია, ძალიან ბევრი საუკუნე ადამიანები ესე ცხოვრობდნენ და შესაბამისად ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლა ძალიან ჭირდა და რა ვიცი, თუნდაც ახლა რა 30 წლის წინ უკვე ჩვენ ისედაც ვიცით რა სირთულე იყო, მაშინ ტელეფონებიც ისე არ იყო, ხო და ასე შემდეგ და ამიტომ შეიძლება ცოტა მეტი ხნის წინ, ხო და ამიტომ ეს რთული კომუნიკაციის სფერო იყო და მაჰარიშიმ რო ნახა რომ ეს ტექნოლოგიები არსებობს ტელევიზიები არსებობს, ну, უბრალოდ ესეთი ეპოქა დაემთხვა. ამ ადამიანმა დაიწყო ამ ცოდნის გაზიარება. თან ის იყო თავიდან პროფესიით ფიზიკოსი. და მას ჰქონდა მეცნიერული დიდი ცოდნა. და როდესაც ამ ცოდნის გაზიარება დაიწყო, შემოხვდა სხვა ადამიანებს, სხვა წარმატებულ ადამიანებს, მოგესალმებით, ბიტლზებიც კი მედიტირებდნენ ტრანსცენდენტულ მედიტაციას და ნუ სხვა ბევრი წარმატებული თუ ცნობილი ადამიანი და რადგან ესე ვრცელდება რაღაც პრაქტიკა და მით უმეტეს მაჰარიშიც იყო ფიზიკოსი, უფრო საჭირო გახდა, თან როგორც ჩვენ თავიდან დავიწყეთ საუბარი, ამ პრაქტიკულ ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს პრაქტიკულად გააგებინო ის, რაც შეიძლება ძალიან აბსტრაქტულად ჟღერს და შეიძლება მარტო რწმენა ან დაჯერება გონია, რომ უნდა იყოს და რეალურად როდესაც ყველაფერი შეიძლება რომ გავზომოთ, ან სტატისტიკურად გამოვიკვლიოთ თუ ასე შემდეგ, უკვე შეგვიძლია დავინახოთ რეალური შედეგები, ანუ რაც უკვე მეცნიერული კვლევებია და დადგენილი კვლევების პასუხები არსებობს დღესდღეობით, რა ვიცი, ChatGPT-ს როგორი კვლევენ, მოდი მოვუყვეთ. მე ვიცი რომ MRI-ზე ზომავენ. კონკრეტულად ტრანსცენდენტულ მედიტაციის პრაქტიკა, ბევრი სახის 750-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა არის ჩატარებული, 35-ზე მეტ წარმატებულ სამეცნიერო ინსტიტუტში, ცნობილ ინსტიტუტებში, სადაც არსებობს კონკრეტული კვლევების შედეგები. ეს ძალიან ფართო თემაა, მაგრამ უშუალოდ რაც შეგვიძლია ჩვენ ნებისმიერმა ადამიანმა ჩვენით დავინახოთ, როდესაც ჩვენ ვაპრაქტიკებთ ტრანსცენდენტულ მედიტაციას, მაგალითად არსებობს ენცეფალოგრამა, ამ ენცეფალოგრამაზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რაღაც ტიპის სიხშირე, როგორ მუშაობს თავის ტვინის ფუნქციონირება, ანუ როგორ მიმდინარეობს და როდესაც ადამიანი არის ფხიზლად, მაგალითად ახლა მე და შენ რომ შეგვამოწმონ, ჩვენი ფუნქციონირება თავის ტვინის იქნება ერთგვარი, ანუ ფსიფხიზლის ცნობიერების მდგომარეობის. ასევე ჩვენ გაგვაჩნია სიზმრის ცნობიერების მდგომარეობა და ღრმაძილის ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც ფიზიოლოგიურ დონეზე განსხვავდება ერთმანეთისგან. და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი ტრანსცენდენტულ მედიტაციის პრაქტიკის კეთებით, ესე ვთქვათ, იმ პროცესში პირველივე წუთას
ვიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ ცნობიერების მდგომარეობას, ანუ სიხშირული ცვლილება შემოდის, რომელიც არც არის არც სიფხიზლეში, არც სიზმარში და არც ღრმაძილში. ანუ ეს არის უნიკალური რამ, რომელიც შეიძლება იმ რეალიზებულ ადამიანს ჰქონდეს, როდესაც მას ენცეფალოგრამაზე შევამოწმებთ. და ვხედავთ, რომ ეს არის მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, ანუ ტრანსცენდენტული ცნობიერება, ან შეიძლება ვთქვათ ისევ და ისევ სუფთა ცნობიერება, რაც არის აბსოლუტური წესრიგი, სრულყოფილი წესრიგი, რომელიც ესე ვთქვათ, არის 100%-იანი კოჰერენტულობა. 100%-იანი კოჰერენტულობა ნიშნავს, რომ ანუ შეთანხმებულობა არის თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში, ნეირონულ კავშირებში თუ ასე შემდეგ. ეს ძალიან მეცნიერული ტერმინოლოგიით შეიძლება განიმარტოს, მაგრამ თვალსაჩინოდ ჩანს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩემი თვალითაც მაქვს ეს ნანახი და ჩემი გამოცდილებითაც, რა თქმა უნდა, ჯერდები და მესმის ეს რა პროცესია. სხვა მედიტაციურ ფორმებში მსგავსი რამ თითქმის არ ხდება და არსებობს ესეთი შედარებითი კვლევებიც, სადაც ამოწმებდნენ მაგალითად ადარებდნენ ტრანსცენდენტულ მედიტაციას, ადარებდნენ კონცენტრაციის მედიტაციას, არსებობს კიდევ mindfulness-ი, ესეთი მედიტაციური ფორმა, სადაც დაკვირვება აი ზუსტად ეს უფრო ეს დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ხდება. რაც შეიძლება იყოს ესეთი პრაქტიკული პროცესი, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხს ვირჩევთ და იმის გარშემო მოძრაობთ. ანუ არ ვიშლებით სხვა დანარჩენ რაღაცეებში, ესე ვთქვათ. მხოლოდ იმასთან, რაც კავშირშია, იმის გარშემო მოძრაობთ. შეიძლება იყოს ეს სხეულზე რაღაც შეგრძნებაზე დაკვირვება პირობითად, ან ფიზიკურ სხეულის სკანირება და მსგავსი რაღაცეები, ხო? შეიძლება ბევრი ტექნიკური გზა იყოს აქ. ხო, და ამ დროს, ანუ ამასაც მედიტაციური ფორმა ქვია, ესე ვთქვათ. დღეს ძალიან ბევრი რამ ესეძახიან ახლა მედიტაციას, მაგრამ რეალურად ყველაფერი მედიტაცია არ არის, რასაც ყოველდღიურობაში ვისმენთ. უბრალოდ რეალურად ახლა თუ სიტყვას დავჯერდებით, რაც არის, ესე ვთქვათ, მედიტაცია, ეს არის ლათინური სიტყვა და საკმაოდ შეზღუდულია, რომელიც ეს ფიქსზე დაკვირვების პროცესს გულისხმობს, მაგრამ რაც შეეხება ამ სიტყვა თიანას, აი ეს თიანა სანსკრიტზე უფრო მეტ რამის გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მედიტაცია. ანუ ლათინურს უბრალოდ არ აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ის სიტყვა ხელა სპექტრით გამოხატოს, ესე ვთქვათ და ყველაზე შესაბამისი რაც იყო, ეს იყო და ამიტომ უწოდეს ესე. ხო, შეიძლება ქართულშიც, უძველეს ქართულშიც ვიპოვოთ რამე უფრო საინტერესო სიტყვა, ვიდრე უბრალოდ მედიტაცია. იმიტომ რომ საქართველი ძალიან საინტერესო ენაა, ძალიან უძველესი ენა არის და დიდი სიღრმე არის და ბევრი პარალელი არსებობს სხვათა შორის სანსკრიტთან თუ ასე შემდეგ და ამაზე სხვა რაღაცა თეორიები თუ ხო, ესეთი რაღაცები არსებობს. მე მგონი ეგ არის, ხო? არ ვიცი კიდე რა შეგვიძლია. მოდი, აი ვთქვათ, მე ხა პირადად გამოცდილი მაქვს TM-ი და ვაპრაქტიკებდი შესაბამისად, რასაც საუბრობ, ჩემთვის ხა ძალიან ნაცნობია, მაგრამ ხა რომ დავფიქრდი, მაყურებლისთვის შეიძლება იყოს რაღაცები გაუგებარი და აი მოდი უფრო პრაქტიკული ამბავიც ვთქვათ, როგორ აკეთებ ამ მედიტაციას, ეს მოვყვეთ და მე გავყვეთ კიდე, გავშალოთ თემა. ბატონო, პრაქტიკა უშუალოდ როგორ კეთდება. სანამ გააკეთებ, უნდა ისწავლო ალბათ, ხო? და რო ისწავლი, ამას ჭირდება აუცილებლად მასწავლებელი. იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი იმდენად მარტივი რამ არის რეალურად პრაქტიკულ პროცესში, რომ ჩვენ ძალიან შეჩვეულები ვართ, რომ ყველაფერს ვართულებთ ახლა თანამედროვე ცხოვრებაში და გონია, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, ძალიან ბევრი უნდა ვიჭიდაოთ, რომ რაღაცა მოვიპოვოთ. და რაც უკვე გვაქვს, ის როგორ შეიძლება მოიპოვო, ხო? უბრალოდ ზედმეტი რაღაცები უნდა გაჩერდეს და როდესაც ზედმეტი რაღაცები გვცილდება, მაშინ აღმოვაჩენთ იმას, რაც ისედაც ვართ. ამიტომ აი ეს არის პირიქით ცვლა. მთელი სამყარო თითქოს ეს მატრიცა გვეძახის გარეთ როგორ ვიპოვოთ რაღაცა, გარეთ როგორ ვეძებოთ რაღაცა და აქ ხდება პირიქით, ანუ შინაგანი შემეცნებითი პროცესი იწყება და ეს მოტრიალება, ესე ვთქვათ, ხო, არ არის ყველასთვის ნაცნობი რამ, იმ გაგებით, რომ შეიძლება არც დაფიქრებულ ადამიანი ამაზე, იმიტომ რომ ეს მატრიცა, როგორც ვთქვით, ძალიან გვიზიდავს, ძალიან მაგნიტურად გვექაჩება თავისკენ და სხვადასხვა მახეებია, ესე ვთქვათ, ხო? და როდესაც რაღაც სირთულეები დგება ცხოვრებაში, ეს არის ყველაზე დიდი მადლი, ესე ვთქვათ, სადაც ადამიანი ერთის მხრივ ხო უხეშია, რაღაც შეიძლება ძალიან კრიტიკული მომენტებიც იყოს, მაგრამ ეს სტრესი, ეს ტრაგედია, ეს ტრაგიკული ფორმები გვაძლევს იმის უნარს, რომ დავფიქრდეთ მინიმუმ, აღმოვაჩინოთ, დავიწყოთ ეს უკან სვლა, ანუ საკუთარი თავის შემეცნება. ამიტომ პირველ რიგში ადამიანი ამიტომ მოდის, რომ რაღაცა ჭირდება, ანუ რაღაც ვეღარ არის თავისთავად და კარგად, ესე ვთქვათ. და მე როდესაც უშუალოდ სწავლობს ადამიანი ამას, ხო? ხდება ესეთი რამ, 4 დღე ჭირდება სწავლებას, დღეში დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრებით,
პირველივე დღეს იმდენად მარტივად, იმდენად ბუნებრივად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია ფიქრი და არის პირობითად ადეკვატური, რომ გაიგებს, რაზე ვისაუბრებთ, ინსტრუქციას მოისმენს, ის ეგრევე პირველივე წუთებში მოახერხებს ტრანსცენდირებას, ანუ საკუთარ თავთან დაბრუნებას და როდესაც ამ გამოცდილებას იღებს, ეს არის ყველაზე საკრალური, ყველაზე შენთან ახლოს, ყველაზე შენთვის თბილი, ყველაზე შენთვის ნაცნობი რამ, ეს წესრიგი. ეს არ არის რომ მედიტაცია მოგიტანა. ეს ისედაც შენია, ესეც შენ ხარ, უბრალოდ ეს ქაოსი რო არის ამ ტალღების, ხო, როგორც უკვე ვთქვით, ეს გვიბინდავს ამას და როდესაც ეს ყველაფერი ჩაწყნარდება, მაშინ გამოჩნდება იქ ისედაც რა ყოფილა, ესეთ კარგ ანალოგიას ვამბობ ხოლმე, რომ წარმოიდგინე, რომ წყალში დგახარ წელამდე არის წყალი. და ეს წყალი არის ამღვრეული და ამღვრეული როა და შენ გინდა რომ დაინახო სად დგახარ, ანუ ფუნდამენტი დაინახო, ხო? ვერ ხედავ ამღვრეული რომ არის და თან ცდილობ რომ დაინახო და უფრო მეც მოძრაობ და უფრო მეტად ამღვრევ ამ წყალს. და მუღამია რომ გაჩერდე, დააცადო და შეიძლება ეგრევე წამებში არ გამოჩნდეს ახლა ის ფსკერი, იმიტომ რომ ჯერ ის უნდა ჩაცხრეს, ხო, გაჩერდეს ბოლომდე. თორესაც ის საგრძნობლად გაჩერდება, ამ ბოლომდე გაჩერდება, ხო? აი მანდ გამოჩნდება თურმე სად დგახარ, ანუ რაც ისედაც შენი ფუნდამენტია, ხო? აი ეს არის ზუსტად ამ პრაქტიკის პროცესი და ეს ძალიან მარტივად ხდება. ამ მედიტაციაში უშუალოდ უკვე რადგან ტექნიკური გზით ხდება ეს ყველაფერი, ძალიან მალე ხდება. დაახლოებით 1 წუთში უკვე ხდება ეს გამოცდილება და საბოლოო ჯამში 15-20 წუთი ვაპრაქტიკებთ ყოველდღიურობაში. ხო და ამ 4 დღის განმავლობაში ადამიანი პირველივე დღეს უკვე იღებს გამოცდილებას, მაგრამ შემდეგი დღეებიც აპრაქტიკებს ბუნებრივია და ასევე იაზრებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მენტალური, აზრობრივი გააზრება, ინტელექტუალური გააზრება სჭირდება, რომ ხოლმე გამოვცადო, არა როგორც რა ვიცი, ყველაფერს ესე ვსწავლობთ, ხო? გამოცდილებასაც ვიღებთ და თეორიაც გვაქვს და უკვე ვიცით რა როგორ მუშაობს და ამ ყველაფრის თავზე მე ბუნებრივად აგრძელებს თავის პრაქტიკას, მაგრამ ყოველთვის სასურველია მაინც თუ რაღაც კითხვა ჩდება, თუ რაღაცა სირთულე ჩდება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ცხოვრება ხა მრავალფეროვანი რამეა და ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, ხო, სხვა ტიპის სტრესება შევხვდეთ ცხოვრებაში და ამიტომ ესე ვთქვათ, მასწავლებლის ჩართულობა, მასწავლებელთან კომუნიკაცია და მსგავსი რაღაც მნიშვნელოვანია. აუცილებელი ყოველთვის არ არის, იმიტომ რომ ძალიან მარტივად და ბუნებრივად ხდება ამის პრაქტიკა, მაგრამ მაინც ასურველია თუ კითხვა ჩდება, სურვილი ჩდება შეხვედრის და მსგავსი რამ, მე პირადად ყოველთვის ღია ვარ ამისთვის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დროულად უპასუხო მის გამოცდილებებზე და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში არის, რომ აი ადამიანს თვითონ ეს გაჩერება უჭირს, რაც ახსენე. და? კი, გაჩერება უჭირს, იმიტომ რომ გონება იმდენად შფოთვარეა, რომ სხეულიც შეიძლება ვერ ისვენებს, რომ გონება და სხეული მჭიდრო მექანიზმია ერთმანეთთან და გონება რომ ქაოსია, სხეულიც იძაბება, იჯიმება თუ სხვა გავლენა აქვს და ან პირიქით სხეული რო ესეა გონებაშია მერე ქაოსი, ხო? ეს თლიანობაა, ესე ვთქვათ, ერთგვარი და ამიტომ ამას ჭირდება სწორი ინსტრუქცია, სწორი მიმართულება, რომ ესე უბრალოდ ეხა დაჯექი და გაჩერდი, ეს ესე არ ესმის გონებას, მაგალითად ეხა ადამიანები ხშირად ცდილობენ, რომ გააჩერონ გონება, მაგრამ გონება არასოს გაჩერდება. რა თქმა უნდა. ესე არ მუშაობს. ფიქრები შემოდის წუთში, არ ვიცი, 100,000-ობით და ამიტომ. რაც უფრო მეტი შფოთვა, მეტ და სტრესია დაგროვილი, მეტ უფრო მეტია ეს ფიქრი, ხო? აი სიზმრებიც და მსგავსი რაღაცეები და ეს რეალურად ერთგვარი მონელება არის ყველაფრის, აი ხა მე შეიძლება რაღაცა შემემთხვა და მე მივდივარ უკვე იქ აღარ ვარ და კიდე იმაზე ვფიქრობ. ესე იგი რაღაცნაირად ჩემი გონება ცდილობს რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს, მაგრამ რადგან არის ის ადამიანმა გონების ბუნება, ხო? მაშინ ის ვერ ახერხებს ამ სწორ გადალაგებას ესე ვთქვათ ამ ყველაფრის, ხო? და აქედან გამომდინარე ეს გროვდება და იმიტომ რომ ცხოვრებაში მე ბევრი პრობლემა გროვდება და ბევრი პრობლემა არსებობს ადამიანებისთვის და აქ უკვე აღარ შეუძლია რომ გაჩერდეს. არა და აი ზუსტად ეხლა ის რომ აი ვინც ეხლა ფიქრობს მაგალითად რომ არის აი ესეთ მდგომარეობაში და ესე ცუდად, აი ზუსტად ეგ არის ის მომენტი, სადაც იწყება აი ეს უკან მობრუნება, სადაც ყველაზე აი მე ესე მიყვარს ხოლმე რომ თქვა და ჩვენ ქვეყანაში ხშირად ამბობენ ამ სიტყვას რომ მადლია, ერთგვარი მადლია, ესე იგი რაღაცა შეცდომით აკეთებდი და შენი სხეული გონება თუ სამყარო განიშნებს წითელი აინთო რომ გაჩერდი რაღაც სტოპ რომ ეს აღარ არის ესე იგი სწორი გზა და ეს ნიშნები ყოველთვის ადგილ-ადგილ გვხვდება, მაგრამ ყოველთვის არ უსმენთ ამას და სანამ ძალიან კრიტიკულ მომენტამდე არ მივდივართ სამწუხაროდ, იქამდე არ ვაკეთებთ ამას რომ გავჩერდეთ და ამას ჭირდება მოკლედ სწორი მიმართულება და აქედან გამომდინარე ადამიანი ახერხებს ამას და მე მინდა უთხრა იმ ადამიანებს ვინც ახლა ამას გრძნობენ რომ ზუსტად ეგ არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოთ
საკუთარი თავისკენ სვლა. ტრანსცენდენტული მედიტაცია, ანუ გვეხმარება, ესე იგი, გაჩერებაში, ფიქრების დაალაგებაში და ზოგადად ჰარმონიაში. რამდენ ხანში ხდება ეს? ეს ძალიან ალბათ ინდივიდუალურია. რა ინდივიდუალურია. თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალურია იმ გაგებით, რომ ესე იგი, პირობითად, ეხლა შეიძლება მე ვარ 31 წლის, მე შეიძლება ვარ 60 წლის, მე შეიძლება ვარ 10 წლის და ყველა ადამიანს თავის ცხოვრება აქვს. შეიძლება ვიღაცას ესე სოციალურად რო ვთქვათ, ვიღაცას შევხედოთ და რაღაც ტრაგედია დაემართა, შეიძლება პირობითად რაღაცა, შეემთხვა მოკლედ კონკრეტული რამ. ჩვენთვის შეიძლება გვერდიდან შესახედად იყოს ეს ძალიან ტრაგიკული ვითარება. მაგრამ ის ადამიანი შეიძლება არ გრძნობს ძალიან ცუდად თავს. შეიძლება ვიღაცას უბრალოდ რაღაცა ფეხი წამოკრა რაღაცას და დაეცა და იტკინა და ერთი შეხედვით არაუშავს და დაეცა პირობითად სოციუმიდან რო შევაფასოთ, მაგრამ ის დაცემა შეიძლება უფრო მეტი სტრესი იყო იმ ადამიანისთვის, ვიდრე იმ პირველი ადამიანისთვის ის რაღაც დიდი ტრაგიკული ვითარება. ამიტომ ესე არის ზომება, რომ ვინ სად რითი უფრო როგორ დაისტრესება თუ დაიძრგუნება, ხო? ამიტომ ძალიან ინდივიდუალურად ამის დათვლა და გამოთვლა შეუძლებელია. პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერ გაზომავ შენ სად როგორ ბავშვობაში ვიღაცას ბურთი მოხდეს, შეიძლება პირობითად სახეში და ის იყო ძალიან დიდი ტრავმა, მაგრამ რა მოხდა ახლა ბურთი მოხდა, ხო? ვიღაცისთვის არაფერი. ვიღაცთვის არაფერი ზუსტად და ვიღაცთვის უფრო მეტი რამაც შეიძლება არაფერი იყოს. ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტია რომ როგორც უკვე ვთქვით, პირველივე ჯერზე ადამიანი, როდესაც ტრანსცენდენტულ მედიტაციას აკეთებს, ის უკვე იღებს ამ გამოცდილებას, მაგრამ მერე ზუსტად ეს ინტელექტუალური გააზრება მნიშვნელოვანი, რომ ეს წმენდის, ესე ვთქვათ, ამ რაღაცებისგან გათავისუფლების პროცესში გვესმოდეს რა, როგორ ხდება. აი აქ ჩდება რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები და არა უბრალოდ მე გამოცდილება მივიღე და მორჩა. აქ იწყება შემეცნება. როგორ ხდება გააზრება? მოდი ამაზე ვესაუბროთ მაყურებელს. ანუ აი რა უნდა ქნას ადამიანმა? უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, წერითი პრაქტიკით, მეტი კითხვები დასვას, აი რა უნდა ქნას? მე ესეთ რამეს ვიტყოდი, რომ ეს არ არის მართვადი პროცესი, ესე ვთქვათ. ერთადერთი შენ რაც შეგიძლია გააკეთო, რომ დაისვენო, მაგალითად ეხლა მე აქ თუ ფეხით მოვდიოდი, დავჯექი და უკვე ვისვენებ. მე თუ გავაგრძელებდი სვლას, სადღაც დავიღლებოდი. და იმის იქით ვეღარ ვივლიდი. ანუ ეს არის რაღაც კრიტიკული მომენტი, სადაც მე რესურსი აღარ მაქვს. მაგრამ მე რომ დავჯექი, უკვე დაიწყოს ხელმა დასვენება. პირობითად გონებამ დასვენება თუ ასე შემდეგ. ხო, აღდგენა, ხო, ბუნებრივი პროცესი. და აი ამ დროს ადამიანი ზუსტად იწყებს ამ პროცესს, ანუ ამას დრო ჭირდება. შენ დაჯექი და ჰოპ და ეგრევე დაისვენე, ესე ხო არ ხდება, ამიტომ ამას დრო ჭირდება. მე თუ ეხა ველოდები რომ აგერ 1 წუთში დავისვენებ და მოლოდინი მაქვს რომ რატო ვერ ვისვენებ, ხო, მაშინ კიდევ უფრო მე ჩფოთვაში შევალ ამ ყველაფრით და ის 1 წუთიც თუ დანარჩენი წუთებიც ვერ მოვისვენებ. ამიტომ მე უნდა მესმოდეს ეს როგორ ხდება. ადამიანები ხშირად ძალიან ჩქარა ელოდებიან, ესე ვთქვათ, რაღაც რადიკალურ ცვლილებებს, ყველაფერი გვინდა მალე, ხარისხიანად, ეფექტურად, მაგრამ ესე არ მუშაობს ეს ყველაფერი, მაგრამ სადღაც ამას უკვე ვხვდებით ადამიანები ბევრი სირთულეების გავლის შედეგად, რაღაცნაირად აქა-იქ მაინც ადამიანი იაზრებს და ხვდება, რომ უფრო მეტი მუშაობა ამაზე საჭირო, ხო? მაგრამ მუშაობა არა ის რომ როგორც სიტყვა მუშაობა გვესმის ხშირად რომ უნდა იწვალო, არამედ პირიქით. წვალება ნაკლებად არის აქ საჭირო და სწორი პრაქტიკებით ესე ვთქვათ, ხო? როგორც ახლა შეიძლება ტრანსცენდენტული მედიტაცია იყოს, ან რაღაც ბუნებრივი მეთოდი, ხო? მაშინ სადაც უკვე ნაკლები დანახარჯია ქმედებაში და უფრო მეტის მიღების შესაძლებლობა, ანუ ვაკეთებ უფრო ცოტას და ვიღებ უფრო მეტს. შესაბამისად, ამით უფრო მეტი მიღწევის შესაძლებლობა მაქვს. ეს არის ზუსტად ლოგიკა და რა უნდა ესმოდეს ადამიანს, ის უნდა ესმოდეს, რომ მე თუ ვაგროვე მთელი ცხოვრება პირობითად ოთახში რაღაც ბევრი ნივთი, რომელიც არის ერთგვარი სიბინძურე, ეს ყველაფერი გასატანია აქედან და მე ერთიანად რომ ამას მივადგე და ან რა კიდე შემოვიტანო რაღაცეები, ხო, ეს ძალიან დამღლელი იქნება. ამიტომ უნდა მესმოდეს, რომ ნელა რო გამაქვს და სწორი გზით გამაქვს, ხო, უფრო კომფორტული და მარტივი იქნება ეს. შეიძლება რაღაც ტრანსპორტს ვიყენებ, რომ ადვილად გავიტანო თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს ტრანსპორტია, ეს პრაქტიკები, ესე ვთქვათ, ერთგვარი რომ უფრო მარტივად მოახერხო ამ რაღაცების გატანა, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ძალით თუ ასე შემდეგ. გამოსადეგარი ნივთების. ზუსტად. რა მაინტერესებს, აი მაგალითად ფსიქოლოგთან მივდივართ და რაღაც კონკრეტულ ტრავმებს ვამუშავებ, სხვადასხვა მეთოდია, ხო? სკოლებია მიმდინარეობები ფსიქოლოგიის და ვიცით, რომ ეს რაღაც ვერბალურად ხდება, მე
გავაცნობიერებთ, შეიძლება იმ მომენტში ვერ მიხვდეთ, თქვათ თერაპიის დროს წამოხვიდე, მერე გააცნობიერო და რაღაც აი ესე ხდება ამ ტრამების დამუშავება. ეს TM მოკლედ სხვა მედიტაციებთან შედარებით, მე როგორც აღვიქვამ, არის სწორედ ეს პროცესი, ხო? ანუ ჩვენი, ვთქვათ, დაგროვილი ტრამვების, რა ვიცი, ჩვენ ვეძახით ამას სტრესებს, ერთი სიტყვით, აი ყველა ის პრობლემა, რაც მოგროვდა, ერთი სიტყვით. და რაზეც ვისაუბრეთ, რომ სხეული ინახავს ამ ყველაფერს. ანუ ჩემი აღქმით, ესე იგი TM-ი ამის დამუშავებაში გვეხმარება, ხო? ზუსტად. უბრალოდ ნახე განსხვავება რა არის, რომ ფსიქოლოგიაში ჩვენ ვირჩევთ რაღაც საკითხს და იმაზე ვმუშაობთ. და ეს გულისხმობს მაინც შეზღუდულობას. ფსიქოლოგიას აქვს ეფექტი, აქვს გავლენა, რა თქმა უნდა, და ვაკნინება არანაირად ამ სფეროს, ესე ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ბევრი ადამიანი ამას იყენებს და საკეთილდღეოდ იყენებს, თუმცა არ არის ყოველთვის 100%-იანი შედეგი, ესე ვთქვათ, ხო? ნუ იგივენაირად შეიძლება ეხლა ადამიანმა ვიფიქროს, რომ TM-შიც ან მედიტაციაშიც არ არის 100%-იანი შედეგი, მაგრამ მეტი გაგებით, მეტი გააზრებით, მეტი გამოცდილებით ხვდები, რომ თურმე ყოფილა TM-ზე მაქვს საუბარი. ფსიქოლოგიაშიც, რა თქმა უნდა, თუ იმუშავებ რაღაცებზე, შენ შეიძლება ეს მოახერხო, მაგრამ თვითონ აი ლოგიკური პროცესი რო შევადაროთ ეხლა. რაც მე უკვე იქ ავხწერე, შენ როდესაც უბრუნდები აი ამ შემთლიანობას, შენ საერთოდ არ გჭირდება იმის გააზრება გუში როგორ დაისტრესე. მაგალითად მე თუ დღეს დავიღალე, ბევრი ვიმუშავე ფიზიკურად თუ გონებრივად, მე მივდივარ და ვიძინებ და არ მჭირდება იმაზე ფიქრი გუში როგორ დავიღალე, რომ დღეს აღდგება ორგანიზმი. აი ეს არის ბუნება, ანუ ადამიანის ფიზიოლოგია. კი, კარგი იქნება თუ სურვილი გექნება რაღაცა გაიაზრო კიდეც, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ უშუალოდ TM-ის დროს გააზრებით არ ხდება გათავისუფლება. გააზრებას მე ახერხებ უკვე რომ შენ შეიძლება ეხლა შეზღუდულად ხარ რაღაც ურთიერთობაში მაგალითად, ხო? რაღაცა ბლოკები გაქვს, ცუდად გრძნობ თავს ხალხმრავლობაში, ვერ მღერი, ვერ ცეკვავ თუ ასე შემდეგ. მე ამჩნევ რომ ამ პრაქტიკების ფონზე რომ გათავისუფლდა შენი სხეული ამ დაჭიმულობებისგან, შეზღუდულობებისგან, ამჩნევ რომ ხა შეგიძლია თავისუფლად იცეკო, იმღერო, ისაუბრო, იურთიერთო თუ ასე შემდეგ. ამიტომ ამ შედეგებს მე ამჩნევ და ფსიქოლოგიაში მაგალითად ჩემ პირდაპირ ეძებ რაღაც კონკრეტულ საკითხს, სადაც ესე ვთქვათ პოულობ რაღაც მიზეს თუ რატო ვერ ურთიერთობ მაგალითად ესე რაღაც ჰარმონიულად. და თუ რაღაც იმუშავებ ამაზე, არსებობს იმის ალბათობა, რომ შენ სადღაც მოახერხო ეს, იმიტომ რომ რაღაც სხვა სტრუქტურა შემოიტანო პირობითად ურთიერთობის და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ყოველთვის განსხვავება იმაშია, რომ გარანტია არ გვაქვს და თავდაცვითი სტრუქტურა, რომ ისევ იგივე არ მოგვივიდეს, ან ისევ რაღაცას ფეხი არ წამოუკრა და TM-ში არის ეს ეფექტი და ესეც ზუსტად აი მეცნიერული ტერმინოლოგიით რაც ენცეფალოგრამაზე ვისაუბრეთ, რომ თავის ტვინი იღებს ამ სტრუქტურას, ამას ფიზიოლოგიაც იღებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გონების ეს ბუნება სხეულზე ცვლინდება. და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეს კოჰერენტულობა არის დამკვიდრებული, ანუ ეს შეთანხმებული პროცესი, ხო? ანუ დავეზუსტოთ, ანუ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს გაერთიანება. არა მხოლოდ მარჯვენა და მარცხენა სფერო, შეგვიძლია სხვანაირად შევხედოთ თავის ტვინს, მაგალითად გვერდიდან, არის წინა ნაწილი, არის შუა ნაწილი და უკანა ნაწილი. ეს უფრო სწორი შედარება არის, ანუ საერთოდ მთლიანი ჰარმონია ხდება. სტრუქტურირება, ხო, მაგრამ კერძოდ წინა უბნის აქტივაცია ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ ყველა აქტივაცია ხდება უბრალოდ წინა ნაწილია ხშირ შემთხვევაში დათრგუნული ადამიანს, როდესაც ესე ვთქვათ, აქ სტრესი არის შეზღუდულობაში, მაგალითად ესეთი სიტუაცია რო ავხსოვოთ, ეხა ადამიანთან თუ იკამათებ, იჭხუბებ, ვთქვათ, სამსახურში ან სადღაც, მერე შედიხარ საქმე რო გააკეთო და აღარ გაქვს თავი რო ის საქმე გააკეთო და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შენი თავის ტვინის წინა უბანი ამ დროს დათრგუნულია და შენ კარგად ლოგიკურად თუ ადეკვატურად აზროვნების შესაძლებლობას, რადგან მოცული ხარ ბრაზით, წყენით ან ასე შემდეგ. ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია და იმიტომ ხდება, რომ მაგალითად, ნუ აი პირობითად რაღაც ეს კაი მაგალითია, რომ გზაზე რო გადადიხარ, უცებ მანქანა მოდის ჩქარა, შენ აღარ გჭირდება აქ ბევრი ლოგიკური აზროვნება, სტრესის ჰორმონებმა და ამ სტრუქტურამ ბიოლოგიურად და ქიმიურად დათრგუნა ეს წინაუბანი, რომ გააქტიურდეს უკანა ორი, რომ გადარჩე, რომ გაიწიო, ანუ ინსტინქტურად მოქმედებ, ფიზიოლოგია მიყვება, ანუ უკანა ნაწილი თავის ტვინის მუშაობს ინსტინქტურ პროცესებზე, შუა ნაწილი მოტორული სისტემა მოძრაობა მოქმედება და წინა ნაწილი არის ეს აზროვნების თუ ეს რაციონალური პროცესები, ესე ვთქვათ და ესე იგი ამ დროს, როდესაც ადამიანი მუდმივ სტრესშია, ხო? თითქოს უფრო და უფრო უნარო ხდება, რომ რაღაცა ეფექტურად გააკეთოს, ან ისწავლოს, ან იმუშაოს, ან იურთიერთოს თუ ასე შემდეგ. და
და დღეს სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ეს ძალიან ხშირად ხდება და როდესაც ადამიანი ზუსტად ასრულებს მედიტაციის პრაქტიკას, ის ახერხებს, რომ ეს შეთანხმებულობა, ეს წესრიგი მიიღოს თავის ტვინის და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მე მოყვება ეს ასევე აქტიურ ცხოვრებაში, მარტო იქ კი არ მოხდა ეს და რაღაცისგან კონკრეტულად გათავისუფლდი, არამედ რაღაცნაირი ჯავშანიც გააქვს ერთგვარი, რომ მე მოქმედებაში, ესე ვთქვათ, გამოყვეს ეს ყველაფერი და აი ზუსტად ეს არის იმ რეალიზებული ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა, რომ მას მუდმივად ესააქ და გარედან მას ვეღარაფერი ვეღარ ეხება. ანუ ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ აი ისევ და ისევ ქრისტეზე რო ვთქვათ, ქრისტე ბოდიში და ჯვარზე აცვეს, ანუ აწამეს ფიზიკური ადამიანის სხეული და მან მაინც ესე ვთქვათ მოხდა აღდგომა, მაინც მან ესე ვთქვათ მას არაფერი დააკლდა ესე მთლიანობაში რო ვთქვათ, ხო? ანუ ამითაც კი ვერ ესეთი უხეში მაგალითია ქრისტეს ისტორია ესე ვთქვათ, ხო? რაღაცა ძალიან სასტიკური რაღაც მოხდა და მან გვანახა რომ აი თურმე შესაძლებელია რომ ამაზეც კი გაიმარჯვოს ესე ვთქვათ, აი ამ ცნობიერებაში თუ ღვთაებრივ მდგომარეობაში მყოფმა ესე ვთქვათ, ცნობიერებამ თუ სულმა თუ ასე შემდეგ რა. ანუ ის აღარ არის ამ მატერიალური სტრუქტურის გავლენის ქვეშ, ის ამაღლდა ან რაღაც ესეთი სიტყვები, ხო? ანუ მან შეიცნო ის თლიანობა და იმ თლიანობას აღარ კარგავს მიუხედავად იმისა, რომ სხეული შეიძლება იტანჯება. იმიტომ რომ სხეული სადღაც მაინც დაამთავრებს ცხოვრებას, ის სადღაც მაინც დამთავრდება ესე ვთქვათ, მაგრამ თუ გვინდა რომ უფრო სრულყოფილი იყოს ცხოვრება, უფრო ჰარმონიული იყოს, უფრო თავისუფალი იყოს, ჯობია რომ ტანჯვის გზით არ ვიაროთ ამ ყველაფერში და უფრო არხეინად თავისუფლად შვიდობიანად ვიცხოვროთ და ეს უფრო უკეთესი იქნება. ეს იგი TM-ი ჩვენ გვეხმარება მომავალი სტრესების გამკლავებაშიც, ხო? კი, ზუსტად, ეგ არის რა ეფექტი რა. ანუ თქვა წარსული ჩვენი სტრესებიც იწმინდება ზუსტად და ეს. ჩვენი სხეული თავისუფლდება, როგორც მე გავიგე, იმიტომ რომ აი მე ამაზე გვესაუბრე, როგორ თქვათ ბლოკები როგორ გვაქვს და როგორ იმახსოვრებს ჩვენი სხეული ჩვენ სტრესებს. როგორ ფიზიოლოგია არის თავიდან ბოლომდე მეხსიერება. პირველ რიგში ეს არის გენეტიკური ინფორმაცია. მაგალითად, ადამიანი იბადება და მას აქვს ისეთი სხეული, როგორი კონფიგურაციაც მიიღო თავის წინაპრებისგან, მშობლებისგან თუ ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს უკვე რაღაც დნმ-ის თუ რაღაცა უკვე მეხსიერების სტრუქტურა არის. მას ბავშვს აქვს მაგალითად ესეთი თვალები, როგორც დედას აქვს, თმები ისეთი, როგორც ბებიას აქვს და ასე შემდეგ. ანუ უკვე რაღაც ინფორმაცია არის მასში. და ეს ცხოვრება, ეს გამოვლენილი სამყარო სულ თავიდან ბოლომდე ინფორმაციაა. რაღაცა ცოდნა არის, უკვე რაც უკვე ისედაც არსებობს. შენ რო იბადები, ეს სამყარო უკვე არის. ანუ რაღაცა თავის კანონზომიერება და სტრუქტურა გააჩნია. და ესე იგი ამ დროს ეს ბავშვი დაიბადა უკვე ამ მოცემულობით. და მერე შენ ცხოვრობ, როგორც ამ სხეულში ადამიანი, ხო? და ამ ცხოვრების პროცესში შენ იღებ ახალ ინფორმაციებს პირობითად, უკვე იწყებ იმ უკვე არსებული ინფორმაციების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ ისწავლი ენას, ისწავლი სიარულს, ისწავლი საუბარს, ისწავლი ისტორიას, მათემატიკას თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ პროცესში შენში გროვდება ეს ყველაფერი ინფორმაციის სახით და როგორც გადიხარ ესე ვთქვათ რთულ სიტუაციებს, ისე გადიხარ კარგ სიტუაციებს, ხო? ეს კარგი და ცუდი ეს ამ სამყაროს კანონზომიერებაა, ესე ვთქვათ, ეს დუალური სამყაროს ორი მხარეა, ესე ვთქვათ. და ამ დროს ეს ყველაფერი არსებობს მე უკვე მეხსიერებაში, მაგრამ არა მხოლოდ ინტელექტუალურ მეხსიერებაში, ანუ გონებრივად შეიძლება ბევრი რამე არ მახსოვს. მაგალითად რაღაც ფეხი როგორ ავიდგი, საერთოდ არ გვახსოვს ახლა ფაქტი რომ დავდივართ. ან სხვა რაღაცეები, ხო, შეიძლება რაღაცა შემემთხვა, დავისტრესე, თუნდაც აი როგორც წეგან თქვით, ბურთი მომხვდა სახეში ბავშვობაში, მაგრამ არ მახსოვს, მაგრამ ჩემს სხეულში ეს ბლოკი არსებობს. სხეულმა დაიმახსოვრა. დაიმახსოვრა, და როდესაც ისევ ალბათობა არის, რომ შეიძლება ბურთი მოხვდეს, შეიძლება იმ ადგილს ვერ იდები უკვე. ან ესეთი და თან გაუაზრებლად შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, და ეგ არის, რომ აი შეიძლება ზუსტად რომ შენ სადღაც რაღაც სიტუაციებში თავს რო არ გზნობ თავისუფლად, ზუსტად ეს აქტიურდება მაგ დროს, რომ თავს იცავს სხეული რაღაცნაირად, რომ აი ეხლა აქ რაღაცა ხიფათია ეს რაღაცა ესეთი შეგრძნება რო არის, რომ აი უკვე რაღაცა შეიძლება აქ მოხდეს და ადამიანებს რო აქვს სხვადასხვა რაღაცა მაგალითად სივრცის შიში, სიმაღლის შიში და ასე შემდეგ, ეს ზუსტად აქედან მოდის, რომ იქ რაღაცა სხეულს თუ გონებას ახსოვს, რომ აქ რაღაცა ხიფათია და ამიტომ აღარ ბედავ ამას.
და რეალურად ეს ყველაფერი არის რაც გსხუდავს და ვეღარ გზნობ ამ მან თავისუფლებას. შეიძლება სადღაც ისეთი შენიშვნა მოგცეს ბავშვობაში შეგაფასეს, რომ რა თქმა უნდა. ხო, გეწყინა და უამრავი ძალიან ფორმით შეიძლება დაითქმულა ეს და ყველაფერი. ორგანიზმმა, ანუ სხეულმა უბრალოდ დაიმახსოვრა. კი, ზუსტად. და ანუ ამაში გვეხმარება TM-ი, რომ ისე ან თავისუფლებს, ესე იგი, ამ ბლოკებს, რომ ჩვენ საერთოდ ვერ გრძნობთ, ხოლო და იმ პროცესში, როდესაც ხო, ანუ გრძნობ კონკრეტულად, როგორ ვერ გრძნობ, გრძნობ იმას. დროთა განმავლობაში გრძნობ. ხო, დროთა განმავლობაში ანუ უკვე აქტიურ ცხოვრებაში ამჩნევ, მაგრამ რასაც უშუალოდ გრძნობა შეიძლება ვუწოდოთ, ხო? არის გამოცდილება, ანუ მე ხლა დავჯექი, ვიმედიტირე და შეიძლება იქამდე ვშფოთავდი, გადაღლილი ვიყავი, გადატვირთული ძალიან ვიყავი და გამშვიდობს ისე. გავახილე თვალები და ეხლა ძალიან მშვიდად ვარ, კი. თავისუფლად ვარ, შეიძლება ენერგიულად ვგრძნობ თავს და ამ მდგომარეობიდან მე რო მოქმედებ იმის ალბათობა მაქვს, რომ მეტი მოქმედების წარმატება მივიღო, იმიტომ რომ მე თუ ქაოსიდან მოქმედებ, წარმატება ანუ ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ შემთხვევით მოხდება და როდესაც ჩვენ მეტი სიღრმიდან მოქმედებ, მეტი მიღწევის შესაძლებლობა გაქვს. აი ესეთი კაი მაგალითია, რომ შვილდისას თუ გამოწელავ, ამ შვილძეს გამოწელილი ის არის უკიდურეს წერტილში, მაგრამ ჯერ უყურებ არც არაფერი. მაგრამ აქ არის ყველაზე დიდი პოტენციალი, რომ მას რო ხელს გაუშვებ, ის მიზანში წავა. ანუ ეგ არის ზუსტად, ანუ მეტი სიღრმიდან შეიძლება იგივენაირად ვთქვათ, რომ ოკეანის სიღრმეში რო ჩახვალ, იქ უფრო მეტი სიმშვიდეა ვიდრე ზედაპირზე. მაგრამ ზედაპირზე თუ ტალღებს გამოიწვევ, გააჩერებ თუ ასე შემდეგ, ამას სიღრმეში ვერ იგრძნობ. მაგრამ სიღრმეში რაღაც ცვლილებას თუ განახორციელებ, ამას ზედაპირზეც აუცილებლად იგრძნობ. ანუ მთლიანობას უკავშირდება ეს. ამიტომ აი ამ ფუნდამენტიდან რომ მოქმედებთ, უფრო მეტი მიღწევის და წარმატების შესაძლებლობა გვაქვს. ძალიან საინტერესო. დეივიდ ლინჩის მაგალითი პირადად მე მოსმენილი მაქვს, რომ რადიკალურად შეეცვალა მას ცხოვრება, იყო დამოკიდებული ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ყვებოდა უბრალოდ თავის ცხოვრების ბობოქარ მოკლედ ისტორიას და საერთოდ შეეცვალა ცხოვრება, დამშვიდდა და ბევრად უფრო ნაყოფიერი გავხდიო ჩემ პროფესიაშიცო ესე ამბობდა. ხო, ნუ დევიდ ლინჩის შემთხვევაში და ზოგადად ხელოვან ადამიანებს მიდრეკილება აქვთ, რომ მე თვითონაც რეჟისორი ვარ პროფესიით და ვიცი რა ხდება ამ სფეროში და ალბათ ეხლა ნუ პლუს მინუს ყველა ადამიანი ვიცით, ბევრი მხატვარი ვიცით, მომღერალი თუ ასე შემდეგ, რომ ან სვავდა, ან ეწეოდა, ან სხვა ნარკოტიკებს იღებდა. თუმცა ეხლა დევიდ ლინჩის შემთხვევაშიც არის რაღაც კონკრეტული მომენტები და ნუ სხვა ხელოვან ადამიანებზე, ვინც ამ რაღაც სუბსტანციებს იყენებენ იმისთვის, რომ რატო ხდება ეს? როგორ ფიქრობ შენ? იმიტომ რომ რაღაცა უფრო მეტი სურთ, ანუ აღარ აქვთ რესურსი რაღაც ამ შემოქმედებითი პროცესის და ცოტა რომ მოგადუნებს, მაგალითად ალკოჰოლი გაგათავისუფლებს, მე უფრო თავისუფლად შეგიძლია იცეკო, იმღერო ან რაღაც ესეთი, ხო და აი აქ ეძებენ თითქოს მარტივ გამოსავალს. ეს არა მარტო ხელოვან ადამიანებს ემართებათ, არამედ ყველას, ხო და ეს რაღაცნაირი მახე არის, ხო, გინდაც ნარკოტიკული საშუალება, გინდაც ალკოჰოლი თუ სხვა თითქოს გაქცევა არის, ხო? გაქცევა, მაგრამ თავიდან გრძნობ შვებას, ხო, ყველას გამოგვიცდია ახლა ეს, რომ დალევშება და ახლა თავისუფლად ხარ უფრო, ხო და ეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და სხეული ვეღარ უძლებს მე ამ ყველაფერს და შესაბამისად უკვე მეტი პრობლემა შემოდის. და იმ მეტ პრობლემაში იქ უკვე პრობლემის გამო თუ გააკეთე შენ ეს და მე ის პრობლემა ესე იგი ჯერ არ გათავისუფლდება და ამით უბრალოდ მალე რაღაცა შედეგი მიიღე, ეს მე ამით მოგიგროვდა პრობლემები, მე კიდე უფრო მეტი პრობლემა გროვდება და აღარ გაქვს რესურსი. აი ბიტლზებზე რო ვთქვით, ისინიც ამბობდნენ ესეთ რაღაცას, რომ ნარკოტიკი, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი მუსიკოსები იყვნენ, ყველაზე ცნობილები მაშინ მთელ სოფლიოში და უწევდა ძალიან ბევრი კონცერტების გამართვა და ამ პროცესში ვიყენებდითო სხვა ნარკოტიკებს, რომ ცოტა მეტი ენერგია გქონოდაო, რესურსი გქონოდაო, რომ აი მთელი ამ საათების განმავლობაში სცენაზე ვყოფილიყავით და ასე შემდეგო და მე რო ვისწავლეთო მედიტაცია, მივხვდითო რომ თურმე სულაც არ არის საჭირო ამ რაღაცების მიღება და ბევრად უფრო ჯანმრთელი გზით შემილია, რომ მე რაღაცა უფრო ხარისხიანადაც შევქნა და სხვათა შორის ბიტლზების ყველაზე ცნობილი ალბომი ეს Across the Universe და ასე შემდეგ ერთგვარად მიძღვნილიც არის ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე და თუ დაუკვირდებით აი ზუსტად Across the Universe-ში ჯეი გურუდევ არის მის სამღერი და ეს ბევრ შეიძლება არ შეუმჩნევია. მე არ შემჩნევია. მაგრამ მის სამღერი ზუსტად ამას ამბობს ლენონი თუ არ ვცდები. ამ სიტყვებს იმეორებს რა, ხა მე მაინდამაც მუსიკალური მონაცემები არ მაქვს ეს რა გავახმოვანო, მაგრამ თუ მოусმენთ ნახავთ რა და ზუსტად იმ პერიოდში დაიწერა რაღაც სხვა ალბომები, როდესაც ისინი მაჰარიშთან ერთად იყვნენ ინდოეთში მაშინ და
რაღაც ჯერ ამერიკაში შეხვდნენ როგორც ვიცი, მე ინდოეთში და ასე შემდეგ, სადაც უკვე ეს პრაქტიკა მიიღეს, ისწავლეს, აპრაქტიკეს და ეს შემოქმედებითი უნარიც გაიზარდა. დეივიდ ლინჩის შემთხვევაში ესე მოხდა, რომ აი ეს ამბობდა, რომ რაღაცა სცენარს ვეღარ უწერდიო, შეზღუდული კრიზისში იყო, ცოლთანაც ცუდი ურთიერთობა მქონდაო და ასე შემდეგ და როდესაც ვიმედიტირებ, ეგრევე გავარდიო და ის სცენერაც გაჩერებული მქონდა რაღაც თვეები თუ წლებიო. ეგრევე იმის წერა გავაგრძელეო რა და ნუ აი ესეთი რაღაცეები რა და მეც ხშირად რომ მე ხარ რაღაცებს შემოქმედებითი კუთხით ეხლა მე აღარ მოღვაწეობ ესე ვთქვათ რეჟისურაში მაგრამ ჩემთვის რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე შეიძლება რაღაც დავწერო შეიძლება რაღაცა დავხატო რაღაცებს ხატავ კიდევაც და ნუ ესე ჩემთვის რა უბრალოდ და ამ პროცესში მქონია ბევრჯერ ეს რაღაცა სიღრმე ეს მუზას რომ უწოდებენ ესეთი რაღაცა მოდის, იმიტომ რომ იმ სიღრმეშია უფრო მეტის შესაძლებლობა და თუ კი რამე გენიალური შექმნილა ამ სამყაროში, ყველაფერი რეალურად იმ სიღრმიდან იქმნება. მაშინ მოიცავს რაღაცა ყველაფერს, როდესაც აი ნამდვილია, ბუნებრივია, მაგალითად მუსიკოსი რომ ხო, მუსიკოსი რომ ღერის და მას რაღაცა ეს ბუნებრივად აკეთებს ამას, შეიძლება მაინდამაინც დიდი ვოკალური მონაცემები არ აქვს, მაგრამ აი ეს გულიდან ნამღერი ყველას ძალიან გულზე ეხება თუ ასე შემდეგ რაღაც ჟრუანტელი შეიძლება გვივლეს და ასე შემდეგ და ამიტომ აი ეს ბუნებრიობა ეს სიღრმე ეს რაღაცა სრულყოფილი პროცესი უფრო მძლავრი არის ყოველთვის რა და რა ვიცი ხელოვნებას თუ გადავხედავთ ზუსტად ესეთი რაღაცეებია დაფასებული შე შემთხვევაში. კი ბატონო. როგორ ვაპრაქტიკებთ? მოდი მოგვიყევით დღეში რამდენჯერ, რამდენი ხანი და როგორ ხდება? სტანდარტულად ტრადიციულად დღეში ორჯერ კეთდება ტრანსცენდენტული მედიტაცია, იმიტომ რომ დილით რო იღვიძებ, სასურველია რომ შენ უკვე მიიღო ეს სიღრმე და შემდეგ ამ სიღრმიდან უკვე ვიმოქმედოთ. შემდეგ ეხლა როგორც ვთქვით რომ სანამ ვისაუზმებთ, სანამ უმჯობესია ხო, რომ იმიტომ რომ რაღაც უბრალოდ რამე დისკომფორტი არ ვიგრძნოთ მუცელში, შეფერილობა ამ მსგავსი რამ, ჯობია რაღაც სიტყვაზე მოწესრიგდეთ, გადავივლოთ ან რაღაც ესე, დავждეთ ვიმედიტიროთ და მე შევუდგეთ ძიხარ, აუცილებლად ვზივართ, ოღონდ თავისუფლად კომფორტულად ვხედვართ. მე ვაპრაქტიკებთ, ანუ ვცილდება ის ბევრი სტრესები, უკვე მოგროვილი სტრესები და გვაქვს იმის უნარი, რომ მოქმედებაში ვიყოთ ეფექტურები. რამდენი ხანი გრძელდება დაახლოებით? ეს როგორც აი ეს კოჰერენტული მდგომარეობა მეცნიერულ დონეზე აი ამ ენცეფალოგრამაზე რო შეგვიძლია ვნახოთ, გრძელდება დაახლოებით 4-5 საათი მინიმუმ ყოველი პრაქტიკის შედეგად, მაგრამ შენ შეიძლება ყოველთვის ამას ვერ აცნობიერებ, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ყოველთვის შეგრძნებითა და აღქმადი რამ, მაგრამ ფიზიოლოგია ამ მდგომარეობაშია მინიმუმ 4-5 საათი და მერე დღის განმავლობაში ხო ეხა რაღაცებს აკეთებ, შეიძლება ისევ გადაიღალო, ისევ დაისტრესო, ამიტომ საღამოს ისევ აკეთებ და საღამოდან ძილამდე კიდევ გაქვს ეს კოჰერენტული მდგომარეობა, ანუ ძველი ისევ პრობლემებს იცილებ, ახლის მიღების ნაკლები ალბათობა, მოყვება ეს კოჰერენტულობა და მერე ისევ მეორე დღეს დილას, საღამოს და ეს არის რაღაცნაირად უფრო ჩქარი წმენდის პროცესი და განვითარების პროცესი, ვიდრე ნებისმიერ, რა ვიცი, სხვა რამ, რადგან აი ამ ორ მხარეს ძალიან მთლიანობაში კარგად ავსებს. თვითონ პროცესი რამდენია? თავიდან ეს ვიკითხე. 15-20 წუთი ვაპრაქტიკებთ. გააჩნია, ნუ სტანდარტულად მაინც 20 წუთი უფრო დღესდღეობით ესეთი ინსტრუქცია გვაქვს, ესე ვთქვათ, რომ ნუ ესე ვასწავლი ახლა მე პირადად, რომ ძირითადად 20 წუთს ვაძლევ ადამიანს. მაგრამ დროს არ ინიშნავენ თითქოს რაღაც შენით გამოდიხარ, ხო, მაგ მდგომარეობიდან მე ესეთი გამოცდილება მქონდა. ხო, ეგ უკეთესია რომ რომ დაინიშნა? არა, უკეთესია რომ უბრალოდ იცოდე როდის დახუჭე თვალები. და იმიტომ რომ ჩვენ ბიოლოგიურ საათი კარგად მუშაობს, უბრალოდ უნდა მივენდოთ მას და ხო არის ხშირად რომ ღამეს შეიძლება მაღვიძარას დილისთვის დააყენებ და მაგრამ მაინც გაღვიძებ. სანამ ის დარეკავს იქამდე გეღვიძება რა და ეს საიდან გძინავს საერთოდ სხვაგან ხარ იზმრებში ხარ შეიძლება, მაგრამ გეღვიძება, რანაირად გეღვიძება. ესე იგი რაღაცა მექანიზმი არის აქ და ბუნებრივად გვაქვს რაღაცნაირად დროის აღქმა ადამიანებს და თუ ამას ესე აპრაქტიკებ, რომ ყოველდღიურად შენ აკეთებ ესე ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ამ დროის კონტროლი არ არის დიდად მნიშვნელოვანი პროცესი, უბრალოდ დაახლოებით 20 წუთი მედიტირებ და გაახელ თვალს სადღაც შეამოწმებ თუ არის გასული 20 წუთი, ამ ასრულებ მედიტაციას თუ არ არის, ისე ვაგრძელებ და ეგ არის რა, ძალიან მარტივად ვაკეთებთ რეალურად ამას და როცა უკვე დიდი გამოცდილება გაქვს, ანუ პირველი ერთი თვე მაგალითად აპრაქტიკებ, მე უკვე ადვილია რომ ეს დრო მარტივად აღიქვა. თუმცა ნუ არის ხა რაღაცა TM-ში არსებობს რაღაცა თანამედროვე ფორმის აპლიკაცია, სადაც უკვე შეგიძლია რომ რაღაცა ეს აპლიკაცია დააყენო და იმან ძალიან მსუბუქი, მარტივი ხმით განიშნოს, რომ აი ხა ეს დრო გავიდა. თუმცა მნიშვნელოვანია რომ რაღაც უხეში არ იყოს ეს პროცესი და არ დათრგუნოს ადამიანი, რომ ესე იგი რაღაცა არ შეშინდე ხა იმ
თვალებ დახუჭულზე არ ელოდო რაღაცას და ეხლა მაღვიძარებს როგორი ხმაც აქვს ხოლმე ის ძალიან ისეთია შემაწუხებელი. ამიტომ რაღაცა ძალიან რბილი შეიძლება გონგის ან რაღაც ზარის ან რაღაც ესეთი. რეალურად ეს ჩემი გამოცდილებით ესე იგი მდგომარეობა არის, როდესაც არც გძინავს, არც გხვიძავს, ხარ რაღაც მდგომარეობაში, სასიამოვნო ტალღები, მე ესე მქონდა. და აი თან თითქოს გესმის ყველაფერი რა ხდება ირგვლივ. ხო, ეგ არის მთელი მუღამი, რომ შენ ხარ მშვიდი, უღრმესად მშვიდი სიფხიზლის მდგომარეობაში. ანუ ტრანსცენდენტული ცნობიერების მდგომარეობა ამ ენცეფალოგრამაზე რასაც ვხედავთ, არის ცნობიერების მდგომარეობა, სადაც შენ არ გძინავს, მაგრამ ხარ იმხდენად ღრმად, რა დონეზეც შეიძლება ღრმაძილიც კი არ არის, ანუ იმხელა ფსკერს, ანუ იმდენად საკუთარ თავს დაუბრუნდი, ესე ვთქვათ, მაგრამ შენი ცნობიერება მაინც ფხიზელია. ანუ არ გძინავს. და ზუსტად ეს არის პრაქტიკის არსი, რომ მოხერხდეს ამ ზედაპირული პროცესიდან შიგნით სვლა, მაგრამ არ დაგეძინოს. თუმცა ხანდახან არის ხა წამიერად, წუთიერად შეიძლება დაეძინოს კიდევ თუ გადაღლილი ადამიანი რაღაცა, მაგრამ ეს უკვე პროცესის ნაწილია. მაგრამ მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რეალიზებული ადამიანიც ზუსტად იმ სიმშვიდიდან მოქმედებს და თუ გვინახავს ან მოგვისმენია ესეთი ადამიანებისთვის, ხო? და ზედმეტად ყველა წმინდა თუ სულიერი ადამიანის რეალიზებული მდგომარეობა ეს არის. ყველა ფორმაში, ყველა ქვეყანაში თუ ყველა კულტურაში თუ ყველა საუკუნეში, ასე რომ ეს ადამიანები ფლობდნენ ზუსტად ამ ცნობიერების მდგომარეობას იმ გაგებით, რომ აქვთ იმის განცდა, იმის აღქმა და ისინი არიან ამ სიმშვიდეში და თან მოქმედებენ, თან საუბრობენ, თან რაღაცა საქმეს აკეთებენ თუ ასე შემდეგ. ანუ ის აღარ იკარგება, აღარასოდეს თუ ეს ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება. ამას ჭირდება წლები სავარაუდოდ, ხო? შეიძლება მაგამდე ვერც მიხვიდე, მაგრამ ესე ვერ იტყვი რა. ხო, აი როგორც ვერ იტყვი. შეიძლება ერთ დღეში მოხდეს ეს, შეიძლება ერთ წამში მოხდეს, შეიძლება ანუ ძალიან ინდივიდუალურია. 20 წელი დაგჭირდება. გააჩნია ალბათ რა სულიერ მდგომარეობაში ხარ. ხო, ნუ აი რა კარმული მდგომარეობაა რა, ნუ კარმაც ეხა შეიძლება ძალიან დამაბნეველი სიტყვა იყოს ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ნუ ეს ნიშნავს მიზეშედეგობრივი პროცესი. ხო, არ არის ეს რაღაცა მისტიკა და რაღაცა ძალიან მარტივია, რომ დავთესე ვაშლი, ამოვა ვაშლი და მორჩა. უბრალოდ ცოტა პირდაპირ თუ გვესმის ეს, რომ ეხა მე ვაშლის კურკა ავიღე და უნდა დავთესო, ეგრევე ვაშლის კურკა შეიძლება მეგონოს, რომ უნდა მივიღო, მაგრამ უფრო მეტი პროცესი მიმდინარეობს და სამყარო უფრო დიდ კანონზომიერებაში არის მასთან და იქ მე 2 მწვანე ფოთოლი ამოდის, მე 4, მე 8 თუ ასე შემდეგ და ანუ ეს სხვადასხვა სტრუქტურებად გარდაიქმნება და მე ეს გახდება ერთი დიდი ხე, რომელიც მოისხავს ისე ვაშს და იმ ვაშს რო გახლეთ, შიგნით იპოვი იმ კურკას, ესე ვთქვათ რა. ანუ შენ ელოდები, რომ ხა მე შენ რაღაცა რო გითხარი, შეც იგივე უნდა მითხრა, მაგრამ კარმა უფრო დიდ ციკლში შედის სამყაროსთან და პიროვნულად ჩვენ ყველას ჩვენებური კარმა და ამ სამყაროს თავისებური კარმა გააჩნია და აი ამ პროცესს როდესაც გადის ადამიანი, საბოლოო ჯამში ყველა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი ეძებს იმას, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, აი ამ გამთლიანებას, ამთლიანობას საკუთარ თავში და ეძებს სხვადასხვა ადგილებში და ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია და ყველა ნაბიჯი რეალურად ემსახურება, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ჯერ შეიძლება ესე სოციალურად ჩანს, რომ თითქოს ეს არ ხდება, მაგრამ იმ ყველაფერმა, რაც იქამდე გაიარეს, შეიძლება განაპირობოს, რომ ეხლა უფრო მეტად გაღრმავდეს და დაიწყოს ეს პროცესი. ანუ ის როგორც ჩვენ თქვით, მადლია რაღაც სირთულე, აი ეს სირთულე უკვე შეიძლება კრიტიკული მომენტია, რომ დაინახე, რომ თურმე აქედან დაიწყო მოტრიალება უკან შინაგანი სვლა, მაგრამ იქამდე რაც გაიარა, მან მოგიყვანა აქამდე. ამიტომ ისიც ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს ყველაფერი ტყუილ არ მომხდარა. ამიტომ ყველა ნაბიჯი, ყველა წამით წუთი ემსახურება ზუსტად ამას და ყველაფერი აბსოლუტურ კანონზომიერებაშია. ეს ჩვენ გვაქვს რაღაც ესე პიროვნული ესე ვთქვათ იდეებით, რომ არა ესე კი არა, ისე უნდა იყოს ცხოვრება და არა ის არასწორად ამოვიდა იქ ხე თუ რაღაც უსამართლობის განცდა არის ხშირ შემთხვევაში, ხო? ხო, და ეგეც ან ეს არ დავიმსახურე, ან მანან დაიმსახურა, რომ ეს დაემართა და ხშირ შემთხვევაში ესე ვუყურებთ. და ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება და სხვანაირად ვერც მოხდება. აქ ეხა ბევრი თეორია თუ რაღაც არსებობს, რომ რაღაცა სხვა ნაირად შეიძლება მომხდარიყო, არა ისე და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ვერ მოხდებოდა სხვანაირად. უბრალოდ ეს გონებას აქ უნარი, რომ წარმოიდგინოს სხვადასხვა სიტუაციები. ანუ მიზეზშედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს, ხო სწორია? ზუსტად. და ყოველთვის ყველაფერი ძალიან კანონზომიერია. უბრალოდ ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არა ესე კი არა, ისე უნდა იყოს. იმიტომ რომ გონება შეუულია, რაც არ ხდება,
იმაზეც იფიქროს და როდესაც იმაზე ფიქრობ, რაც არ ხდება, ისიც ხდება. რა თქმა ესეც უნდა. ძალიან დიდი პარადოქსია, კი. ვთქვათ, როგორ ხდება. მჰმ. ჯერ პირველ რიგში შენს გონებაში და შენს განცდაში. აი ხა ეს ძალიან საინტერესო თემაა სხვათა შორის. აი მაგალითად თუ კარგად დაუკვირდები და გულახდილები ვიქნებით, ეხლა ჩემი ყურადღება თუ ხმარდება იმას, რომ მე შენ გიყურებ, როგორი თვალები გაქვს სიტყვაზე, ხო? მე განვიცდი იმას, რასაც უყურებ, რაზეც მაქვს ყურადღება. მაგათაც მე თუ გავხედავ კამერას ან სხვა რამეს, მე განვიცდი იმას, რასაც უყურებ, სადაც მაქვს ყურადღება. შესაბამისად, მე შეიძლება ვიყო იქ, სადაც ეხლა არ ვარ, ანუ ფიქრში, სადღაც, რომელიც ამ წუთას არ ხდება. ამბობენ ფიქრებში. ხო, ზუსტად, ხო, შეიძლება 100 წუთი ან რა ვიცი, მეტიც თუ ნაკლებიც გავატარო ფიქრებში. და არ იყო აწმყოში. ხო, არ ვიყო აწმყოში, რომელიც აქ საერთოდ არ ხდება, მე იმას განვიცდი, სადაც იქ ვარ. და მე მგონია, რომ ის რეალობა არის, იმიტომ რომ უკავშირებ ამ რეალურ ცხოვრებას. იმიტომ რომ თან ტვინი ბოდიში ვერ არჩევს, რა არის ნამდვილი და რა არ არის ნამდვილი, ხო? რასაც ფიქრობ, ის არის მისთვის ნამდვილი. აი ეგ არის და ანუ ნახე, აი იქ არის ზუსტად ეგ გაიგივება, რაზეც უწოდეთ თავიდან, რომ ეს მიწებება ხდება ეს ამ ყველაფერთან, ანუ მგონია, რომ მე რო შენზე ვფიქრობ, აი ახლა აქეთ გამოვიხედები და შენზე ვფიქრობ და შენ აღარ გიყურებ, ხო? მგონია, რომ ისევ შენ ხარ ეს ჩემი წარმოსახვა, მაგრამ შენ რეალურად აქ ხარ და როგორ შეიძლება მე იმ ფიქრით ეს რეალობა მივიღო, ხო? ანუ განსხვავებული რამეა, მაგრამ გონებას აქვს უნარი, რაც ეს წარმოსახვის პროცესი, ესე ვთქვათ, ესეთი პროექციაა, მაგალითად, ტელევიზორს უყურებ, ეს ფილმი შეიძლება 20 წლის წინ გადაიღეს, მაგრამ შენ ეხა განიცდი ამ ფილმში, რაც გადაღებულია და შეიძლება საერთოდ ფილმიც არ არის და მულტფილმია. მე სხვათა შორის ანიმაციის რეჟისორი ვარ და აი იქ ანიმაცია მიდის, რომელიც არ არსებობდა არასდროს. და არც არასდროს იარსებებს, უბრალოდ დახატებია პირობითად, მაგრამ ისე არის დაალაგებული, რომ შენ განცდა შეგილია, იმიტომ რომ გონება გაქვს. რაც იქ ხდება რაღაც სცენარი, მიკი მაუსი მაგალითად რაღაცას აკეთებს, ხო? ამიტომ ამ პროცესში ჩვენი გონების სტრუქტურაა, რომ ის განიცადო, რაც იქ ხდება, სადაც ყურადღებაა და ის არასდროს ყოფილა რეალობა. და არც არასდროს იქნება. იგივენად არც ერთი ფიქრი არასდროს არ არის რეალობა, ხო? და აქ ეს ახლა, აქ და ახლას, რასაც უწოდებენ, აწმყოს გაცნობიერება არის მხოლოდ მაშინ შესაძლებელი სრულად, როდესაც შენ არ კარგავ შენს თავს. და ესე იგი TM-ის საშუალებით ეს კოჰერენტულობა რო ხდება, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად აწმყოში. ზუსტად. ხო? აწმყოში ხა ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ იმ პრაქტიკაზე და იმ რაღაც ერთ დღეში ჰოპ და ყველაფერი მოხდა, ეგრე არა. აი როგორც ეხა იოგაში თუ ვედურ ლიტერატურაში ტერმინი არის სამადი, ეს სამადი არის მდგომარეობა, ესე იგი, რომელიც არის ტრანსცენდენტული ცნობიერების ყოფობა. ანუ ეს კოჰერენტულობა, ეს შეთანხმებულობა, რომელიც შენ მოყვება გარკვეულ წილად მედიტაციის პრაქტიკის შედეგად. მე აქტიურ ცხოვრებაში მინიმუმ 4-5 საათის განმავლობაში, როგორც ვთქვით. მაგრამ იმის შენარჩუნება, რომ ეს მუდმივად გაცნობიერებული იყოს, ვერ ხერხდება, იმიტომ რომ არის ეს ნერვული სისტემა დათრგუნული, დასტრესებული და ეს ლექი, რომელიც მოგროვილი, ისევ გიბინდავს ამას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უფრო ჩქარა წმინდო ეს ყველაფერი. სისტემატიურობა. სისტემა, ანუ რეგულარულობა არის მნიშვნელოვანი, რომ შენ უფრო და უფრო ჩქარა გათავისუფლდე ამისგან, ის დაითრგუნება, ესე ვთქვათ, და გამოჩნდება ის უფრო და უფრო მეტად თუ რა არის ისედაც ეს ყოფა, ესე ვთქვათ. ანუ აქ ხდება ზუსტად ეს დამკვიდრება რა, რომ ადამიანი უფრო და უფრო მეტად შეემეცნებს საკუთარ ნამდვილ ბუნებას. მოდი მაყურებელს უთხრათ, ვთქვათ, ისიც, რომ შესაძლებელია ამ პროცესში, ვთქვათ, ჩემი გამოცდილება რაც იყო, რომ წამოვიდეს რაღაც, ვთქვათ, განთავისუფლების პროცესში, თუ სწორად ვამბობ, ნეგატიური, კონკრეტული რაღაც შეგრძნებები. ხო და ანუ შესაძლებელია. ტრენერის, მასწავლებლის უბრალოდ დახმარებით შესაძლებელია, რომ ამას გაუმკლავდე, ხო? მოდი ამაზეც ვესაუბროთ. ხო, ნუ აი რეალურად რა არის? მაგალითად, როგორც წეღანმა ამბობდით, ესე იგი სტრესები თავისუფლდება. როგორც შენ თავიდან რო ვთქვით, ოთახი დასვარე და აბინძო რაღაც ყუთები შემოიტანე თუ ასე შემდეგ, ეს ყუთები გასატანია ახლა და რო გაგაქვს, ამ გატანის დროს შეიძლება ცოტა გემძიმა რაღაც ყუთი. მაგრამ ბევრად უფრო ჩქარა ახერხებ ამის გატანას, მე პრაქტიკის დროს, მედიტაციის პრაქტიკის დროს, ვიდრე შენ ეს შემოგქონდა. ამას აგროვებდი შეიძლება მთელი ცხოვრება და არც არაფერი გაგქონდა და ეხლა დაიწყე ნელ-ნელა ამ ყველაფრის გატანა. მაგრამ რაღაც ზოგიერთი ყუთი, ესე ვთქვათ, უფრო მძიმეა. მძიმეა. და ეს სიმძიმე შეიძლება რაღაც საათები, რაღაცა დღე, რამდენიმე შეიძლება, ხო? მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, როგორც წესი და ამიტომ არის რეგულარულობა ასევე მნიშვნელოვანი, რომ შენ თუ რაღაც სირთულე, აი მაგათად ეხლა მე ვიმედიტირე,
მივიღე ეს წესრიგი, ამ წესრიგმა განაპირობა გათავისუფლება. ანუ იმ სიღრმიდან ამოდის რაღაცა, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ ამოვიდა. და ამ ამოსვლის პროცესში მე გავახილე თვალი და მივდივარ ხა აქტიურ ცხოვრებაში რაღაცას ვაკეთებ. და ამ დროს მომყვება ჯერ კიდე ის ამოდის. და მე უნდა მესმოდეს, რომ ეს გათავისუფლების დრო არის და ამაში მნიშვნელოვანი რომ ესეთი სირთულე თუ დგება არ მოტყუდე, რატომ მოგივიდა. შეიძლება არც არაფერი მომხდარა დიდი შემთხვევაში, მაგრამ ესეთ სირთულეს განიცდი, მაგრამ მე საღამოს დაჯდები დილით თუ გააკეთე, ხო, მანამდე მედიტაცია და საღამოს დაჯდები და კიდე მედიტირებ და რომ მეტირებ ის კიდე აჩქარებს იმის უკვე ამოსულის ბოლომდე გათავისუფლებას და ასევე მე კიდე სხვა დანარჩენის. ამიტომ შესაძლებელია ალბათ ბოდიშ შეგაწყვეტინე ესეთ შემთხვევაში ხა პირადად ჩემი გამოცდილება რაც იყო რომ თქვათ მზად უნდა იყო მე თქვათ ეს ინფორმაცია არ მქონდა. აქედან გამომდინარე მე არ ვიყავი მზად ამისთვის და უცბად წავაწყდი იმ მომენტს რომ თქვათ რაღაცამ ძალიან გამაღიზიანა. მე მივხვდი რომ ეს გაღიზიანება არ იყო რაღაც ობიექტური და მივხვდი რომ რაღაცის ბრალია, მაგრამ იმ სიტუაციაში რეალურ ცხოვრებას შეიძლებოდა რომ კონფლიქტი მომსლოდა. ანუ როდესაც ხარ ინფორმირებული ხარ, ალბათ უფრო მეტად დაკურვებული ხარ და ნაკლებად მოგივა. აი ამაზე ვისაუბრეთ თავიდან რომ ჩვენ არა მარტო გამოცდილებას ვიღებთ, არამედ ინტელექტუალურად ვიაზრებთ ამ ყველაფერს. და არანაკლები მნიშვნელობა აქვს ამის გააზრებას, რომ ეს ყველაფერი უფრო უმტკივნეულო და მარტივად გავიაროთ. რეალურად ძალიან მარტივად ხდება. როგორც უკვე გითხარი, ესე იგი დილით გაკეთებული მედიტაციის მერე შეიძლება რამდენიმე საათი გამოყვეს ესეთი დისკომფორტული განცდა პირობითად, იმიტომ რომ ჯერ ამ რაღაცას იმძურის გათავისუფლება ხდება. ეს არ არის რაღაცა უმარტივესი გზა ზოგადად თვით შემეცნება, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, ეს ცხოვრებაც არ არის ერთის მხრივ რომ შევხედოთ ესე მარტივი პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში უმარტივესია. აი ესეთი პარადოქსია რა. ამიტომ ზუსტად ეგ ხდება, რომ აი თან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ თან რაღაც სირთულეებიც არის და მოულოდნელობები ხდება და ამიტომ ეს რაღაცები როცა უფრო მესმის, ცოტა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო მეტად ვიაზრებ, მე უფრო მეტად ვახერხებ ამ ყველაფერთან ადაპტირებას, უფრო მეტად მოქნილი ვხდები და ეს ჩემი მოქნილობა არის მთავარი ინსტრუმენტი ამ ყველაფერში და როდესაც ეხლა მე მაგალითად გამოცდილება მაქვს და ეხლა ამ ყველაფერს საიდანაც ვსაუბრობ, უბრალოდ ხო არ წავიკითხე, ან ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და მე ჩემს თავზე გამოვცადე ჩემი ცხოვრების სირთულეებიდან თუ ტკივილებიდან გამომდინარე. ვისწავლე როგორ ანერად ეს არა მარტო იმით ვისწავლე რომ უბრალოდ მედიტაციის მასწავლებელი გავხდი, არამედ ჩემი ყოველდღიური პრაქტიკით და ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით გავიარე ეს ყველაფერი და ამიტომ უფრო მესმის აქ რა ხდება და რომ მესმის ჩემი როლია და ვალია როგორც მასწავლებლის რომ ადამიანს თუ აქვს მე ვისაც პირობითად მედიტაციას ვასწავლე, მასთან მქონდეს ესეთი თანადგომა, მასთან ესეთი კომუნიკაცია რომ დაეხმაროს. მანაც უფრო რბილად გაიაროს ეს ყველაფერი. ეგ არის და ეგ. მოდი აგვიხსენი გონების სტრუქტურა, უფრო ღრმად აგვიხსნა რა ხდება ჩვენს გონებაში, როგორ მუშაობს. ეხლა რა შეგვიძლია აქ რო ვთქვათ. გონება არის ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი და გონება არის ის, რაც ყველაფრის აღქმის და განსხვავების უნარს გვაძლევს. ჩვენ გვაქვს 5 ორგანო, აი სხეულის დონეზე. პიროვნულად მე მაქვს ეხლა 5 ორგანო. ვიღაცა შეიძლება 5 არ ქონდეს იმ გაგებით, რომ შეიძლება უსინათლო იყოს მაგალითად და 4 აქვს ამ შემთხვევაში. ან ვიღაცა 8 იყოს თუ ასე შემდეგ, მაგრამ ну აი ეს 5 ორგანოა, ესე იგი შეხება შემილია, ყნოსვა შემილია, გემო შემილია, თვალითხედა და ყურთმესმის, ხო? ეს ყველაფერი რო ჩააქრო, აი მაგალითად ვიღაცა რო უსინათლო, ესე იგი 4-ს იყენებს, მეხუთეს ვერა. და 5-ვე რო ჩააქრო, რა რჩება შენსა და აქტიურ ცხოვრებას შორის. არის გონება. ანუ ის, რასაც შეუძლია, რომ ამ 5 ორგანოთი აღქმული რაღაცა განასხვაოს. მაგალითად, სხეული ვერ ანსხვავებს, ეხა შენ მაგალითად მუხლი აქ გეფხანება თუ აქ გეფხანება, თუ სხვა ნებისმიერ რაღაცას რო შეხედავ თვალით, მაგალითად ეს ფარდა, რომ ესეთია და იქით კამერა ესეთია სიტყვაზე, ამას ვერ ანსხვავებს თვალი. თვალი ანსხვავებს ვიზუალურ დონეზე პირობითად, მაგრამ მე ეს ყველაფერი გონებაში ხდება მონელება და მოდის შენამდე, იმ შენ სუფთა ბუნებამდე ეს ინფორმაცია, რომ ეს ამისგან განსხვავდება. ანუ გონება გაკეთებს ამ გარჩევას. ამას რეალურად ქვია ინტელექტი. ეს ინტელექტი არის რაღაც ინტელექტუალი ადამიანი. რაცა კარგი მოაზროვნე. არამედ ინტელექტი არის ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისება, სადაც ჩვენ შეგვიძლია რაღაცისგან განვასხვაოთ. შესაბამისად ეს არის გონების სტრუქტურა. მაგრამ ამ განსხვავებაში აქვს ასევე გონებას უნარი,
რომ წეღანაც ვსაუბრობდით, რაც აქ საერთოდ არ ხდება, იქაც კი აღმოჩნდეს და იქაც კი დაინახოს განსხვავება. მაგალითად, როგორც სიზმარი. მე სიზმრება, რომელიც აბსოლუტურად აბსურდია იმ გაგებით, რომ რეალურ ამ აქტიურ მყარ მატერიალურ ცხოველში არ ხდება. რაღაცა სცენარია, რომელიც ისევ ეს მგონია, ესეთი განცდები მაქვს შეიძლება, მაგრამ იმასაც შეიძლება ვხვდები, რომ რაღაცა არამყარი ხდება. ანუ სიზმარში შეიძლება უფრო ფრენა დაიწყო ან რაღაცა და იქაც გჯეროდეს პირობითად, რომ ეს რეალურია რა. განიცდიდე, რა თქმა უნდა, ხო. და ზუსტად ეს უნარი აქვს გონებას, რომ განიცადოს ყველაფერი, რომელიც არ უნდა იყოს, აი რასაც არ უნდა გახედოს, რაზეც არ უნდა წავიდეს მისი ყურადღება, ყველაფრის განცდა ხდება. ეხლა რა არის აქ ძალიან საინტერესო თემა, რომ თუ დავუკვირდებით, ჩვენ ამას საერთოდ არ ვმართავთ. ეს არის ძალიან გულახდილი პროცესი და ადამიანი აი ახლა მაყურებელი მაგალითად ან პირადად ახლა შენც თუ დავუკვირდით ესეთ რამეს, რომ ეხლა ამ წუთას იცით რა არის თქვენი შემდეგი ფიქრი? არ ვიცით. ესე იგი ის თავისით მოდის. და როდის გეცოდინება რომ რა არის შემდეგი ფიქრი? როცა მოვა. ხო ეგრე, აი ამასთან გულახდილად თუ ვართ, მხოლოდ მაშინ ხედავთ ამას, მაგრამ ხანდახან ადამიანებს არ ჯერათ ამის და არა მე ვფიქრობ იმაზე მე რომ მინდა და ამაზე მე რომ მინდა და ასე შემდეგ ამბობენ. მაგრამ ისიც რომ თითქოს არჩევანს აკეთებ და ორი მოცემულობა მოვიდა რომ მარჯვნივ წავალ თუ მარცხნივ, ესეც თავისით მოვიდა ორ მოცემულობად. მე არ ამირჩევია რომ ორი მოცემულობა მოვიდოდა ახლა. და ამ ორიდან რომელიღაც რო ავირჩიე, ესეც მე არ ამირჩევია რეალურად, იმიტომ რომ ესეც თავისთავად მოხდა. იმ ჩემი გავლილი წარსულიდან მე ისე ვიმოქმედე, როგორც მეტი ალბათობა იყო, რომ ვიმოქმედებდი. რაც გამოცდილებით, ხო? ხო, აი იმ კარმული პროცესებით, ესე ვთქვათ. ანუ რაღაცამ განაპირობა, რომ მე ესე მოვიქეცი. და აქ ეხა მეცნიერული თანამედროვე თუ არც თუ ისე თანამედროვე საკითხიც არსებობს, რომ ადამიანი 3 წამით უფრო ადრე იღებს ამ გადაწყვეტილებას. 7-ით ვიცოდი ეგონა. ხო, ნუ შეიძლება პლუს მინუს ესე, ხო და ამიტომ მე მგონია რომ მე უბრალოდ მე ხა დავინახე თითქოს და მე მგონია რომ აი აქ არსებობს ეს ეგო სტრუქტურა, რასაც უწოდებთ მეს, რომ მე გავაკეთე ეს, იმიტომ რომ ჩემში მოხდა ეხა ეს არჩევანი და არა შენში პირობითად, თითქოს მე ვქენი ეს და მე მაგ განცდა რომ ეს მარჯვნივ მე მოვუხვიე. მაგრამ რეალურად ეს ამ ყველაფერმა განაპირობა. და აქ არის ყველაზე დიდი პარადოქსი უკვე, რომ აი ამასთან რაც უფრო და უფრო გულახდილი ხდები და უფრო მეტად აკვირდები, აი თუ მუდმივად დაუკვირდები ამას, აი ამ მდგომარეობას, ეს უკვე რაღაცნაირ მეტაციური მდგომარეობა, როდესაც შეიძლება აი დამკვირვებელი რო გააქტიურებული ყავს, ხო, უკვე და აი ამ კითხვას რომ სვამ, რომ ესე იგი კითხულობ, რომ ეხლა აი ამ წუთას გულახდილად დაუკვირდი რა არის შენი შემდეგი ფიქრი. უკვე ეძებს. აბა რა არის და ეს უკვე ნიშნავს აი ამ პოზიციაში გადასვლას, უკვე რაღაცნაირი მედიტაციური პროცესია. შესაბამისად აი ამ დროს თუ უფრო და უფრო გულახდილი იქნები ამ პროცესთან, უფრო და უფრო მეტად აღმოაჩენ გულახდილად, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ეს დაინახო. მაგრამ შეიძლება ამ წუთას ეხლა ვერ ხედავდე და გვიჭირდეს და რაღაც ყურადღება მეფანტებოდეს თუ ასე შემდეგ, მაგრამ ისევ მე სადღაც დასვეს კითხვა, ისევ წავიდა, ისევ დასვე. იგივენაირად შეგვიძლია რაღაცა პრაქტიკული ფორმით ესეთი რაღაცის გაკეთება, რომ აი მოძებნე ის აი ვინ ვარ მე? ანუ დასვი კითხვა, ვინ ვარ მე? ოღონდ ეს კითხვა, რო დაისმევა, ესე ვთქვათ, არ უნდა გასცე პასუხი, მე ხა დავითი ვარ, მე ხა თაკო ვარ თუ მე ქართველი ვარ, ისეთი ვარ თუ ესეთი ვარ, აი მაგალითად ესეთი პრაქტიკა არსებობს პირობითად, რომელიც ხა ესე ვთქვათ მედიტაცია მაინდა-მაინც არ არის, მაგრამ აი ესეთი ძალიან საინტერესო პროცესია და შემეცნებითი პროცესია ესეც, რომ აი ხლა მე თავში გამიჩნდა ფიქრი, მაგალითად რაღაც სამსახურზე. და აი ვის გაუჩნდა ეს ფიქრი? ხა კითხვა სვამ. ანუ უკვე ყურადღებას ატრიალებ შიგნით. და აი ამ მოbrunების დროს ეს დისტანცირება უკვე დიდი, უკვე რაღაც შეიძლება თავიდან ძალიან მცირეა, მაგრამ მე რო მოგივიდა პასუხი, რომ აი მე მომივიდა ეს სიტყვაზე ფიქრი სამსახურზე. ისევ ვკითხე, ვინ არის ეს მე? ოღონდ არ ეძებო არასოდეს შინაარსობრივი, აზრობრივი პასუხი. არამედ გამოცდილებითი პასუხი უნდა დაინახო აქ, ოღონდ არა, ანუ რაღაც აზრის ფორმულირება კი არ უნდა ეძებო, არამედ უნდა ეძებო იმ
რაღაცა უფრო აბსტრაქტული, რაღაცა უფრო უფორმო და ამას ეძებ როგორ? მხოლოდ ამ კითხვა პასუხის დროს. ოღონდ ეს პასუხი არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ისე ვიმეორებ, რომ რაღაც შინაარსობრივი. ხო, მესმე რაღაც სოციალური სტატუსები არ უნდა იყოს ხო, შვილი, დედა. კი ბატონო და რაც არ ქალი. უნდა მოგივიდეს ისევ აზრად პასუხად, ისევ ჩაატრიალო მისთვის საპირისპირო. ანუ მე მომივიდა ვინ არის ეს მე? ვინ არის შეიძლება თქვა დავითი არის. ვინ არის ეს დავითი? მე ვინ არის და აი იქამდე მიდიხარ, სანამ საერთოდ არ ამოვლევ ამ ყველაფერს რა. ამას ასე ვთქვათ ადვაიტა ვედანტაში ეძახიან ნეწის ესეთნაირად, ანუ რა არ ხარ შენ ყველაფერს გაივლი ამ პროცესით, ესე ვთქვათ, რომ გაიგო რომ აი რა ფორმები არ ხარ და რაც დარჩება, თურმე ის აღმოჩნდები, ესე ვთქვათ რა. ცოტა მზა უნდა იყოს ადამიანი ამისთვის. სულიერებაზეა საუბარი, ხო, აი შიგნით. ხო, რა თქმა უნდა, შიგნით. ხო, ოღონდ რა თქმა უნდა, არა ფიზიკურ დონეზე, არამედ აი სიღრმეში, ხო, ჩვენში სადღაც გულში, ესე შეიძლება ითქვას, ხო და აი ამ დროს ამის აღმოჩენა მეტად ხდება რა და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. უბრალოდ ამას ყოველთვის შეიძლება ვერ აკეთებდეს ადამიანი, იმიტომ რომ ყოველთვის ვერ გაგახსენდეს რომ ეს კითხვა დასვა. თან ცოტა საშიშიც არის. თავიდან. შეიძლება საშიშად ჩანდეს, მაგრამ რეალურად საერთოდ არ არის, ხო? ნუ ძალიან, იმიტომ რომ შეჩვეულები ვართ სხვა გარეთ ძებნა. სიახლეა და არიცი შიგნით რა დაგხვდება, ეგეც არის. ნუ ეგ რაც შეგაშინებს. თუ მუშაობ შენ თავზე, მაშინ ეგ რაც შეგაშინებს, იქნება ისევ გონება. ეგ იქნება ისევ გონების წარმოსახვა, რომ რაღაცა იქ გუდიანები არიან. და ისე რას ფიქრობ, თქვათ იუნგი რო ამბობდა, რომ ჩვენ თქვათ რაღაც ჩვენი ბნელი მხარეები გვაქვს ჩრდილები და ეს უნდა მივიღოთ, რომ ესეთიც ვარ, ესეთიც ვარ. მე ვფიქრობ იმას, რომ ეს არის დუალობის მხარე. ანუ როგორც უკვე ვთქვით, ამ სამყაროს სტრუქტურა არის ორი მხარე, სიბნელე და სინათლე. ხო. და სიბნელე რეალურად არ არსებობს ჩემი გაგებით. იმ კუთხით რომ სიბნელე თუ არის, ესე იგი სინათლე არ არის. მაგრამ როდესაც სინათლე არ არის, ვხედავთ რომ სიბნელეა. აი ეს რაღაცა პარადოქსული ფორმა არის და ეს დუალური ფორმა იმიტომ არის, რომ თითქოს ესე ვთქვათ, გარჩევა მოახერხო, რომ ამ ორიდან შენ არც ერთი არ ხარ, უფრო მეტი ხარ, მაგრამ სინათლე უფრო იგივდება, ესე ვთქვათ, იმ მთლიანობასთან, იმიტომ რომ უფრო თითქოს კარგი მხარეა, მაგრამ ეს კარგი და ცუდი ძალიან ცვალებადი რამე არის რა, უბრალოდ აი პირობითად რაც არ უნდა ეხა მე და შენ ვილაპარაკოთ, ხო? რაღაცაზე შენ მეტყვი რომ შენთვის ეს კარგია, ჩემთვის შეიძლება ცუდია და ან პირიქით და ეს არ გავჩერდებით, რა ვიცი, რაღაცებზე შეიძლება შევთანხმდეთ. ხო, არის რაღაცები ცუდი. აი ვერ იტყვი ეგრე რა. ხო და ვიცი ეს ზოგადად რომ ვერ იტყვი და არც კარგი არსებობს და არც ცუდი და ზოგადად სამყარო ამას ანუ აი შეფასება რომ მოხსნა, ის არის ისეთი როგორიც არის. ხო. გასაგებია. ანუ მაგალითად ეხლა ჩვენ ორივე უყურებთ რაღაც ნივთს, ან რაღაც პროცესს და შენი რაკურსიდან ეს ესეთი ჩანს, ჩემი რაკურსიდან ესეთი ჩანს. მაგრამ ხო არსებობს ობიექტური რეალობა, ანუ სუბიექტურ აზრთა ერთობლიობა, რაღაცა ობიექტურობას ქმნის, ხო? ეს 10 ადამიანი თუ ერთნაირად ხედავს. ხო, კი, სუბიექტური რეალობაა ჩემი და შენი და დავითის. კი ბატონო. მაგრამ არსებობს ხო, რომ თქვა 100 ადამიანის შესაძლებელია, რომ 100-ვე აღიქვამდეს რაღაცას ერთნაირად. და უკვე ობიექტური რეალობა არის. მაგრამ აი ნახე სად არის ხა არაობიექტური რა. ხო, სად არის. აი ყველაზე მარტივი მაგალითი. ისევ მეცნიერული მხრიდან რომ შევხედოთ. ეს ობიექტი შენი თვალით დანახული არის სხვანაირი აღქმული. ანუ შეიძლება ვთქვით, რომ ეს ობიექტურად მწვანეა, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირ მწვანეს ვხედავთ. გეთანხმები, 100-ვე სხვადასხვანაირ მწვანეს ვხედავთ. ესე იგი უკვე არ არის ერთნაირი. მაგაში გეთანხმები. ესე იგი რა გამოდის, რომ არასდროს არ არის რაღაცა ისეთი, როგორიც მე ვთქვი, რომ არის. ანუ უფრო თავისი ფიზიკური ფორმა აქვს მაგალითად და საერთოდ არ საჭიროებს ისედაც არის. მე იმაზე ვიტყვი, კარგია თუ ცუდია, ისეთი მოცემულობა და არის. როგორც მე წეგან გითხარი, რომ შენ ფიქრები მოგდის, ისე რომ შენ საერთოდ არ შეგეკითხება შენი გონება, თუ სამყარო შემდეგი რა ფიქრი მოგივა. მოვიდა და მორჩა. ხვდები? ანუ აი იგივენაირად არსებობს ამ სამყაროში ყველაფერაც არსებობს, მაგრამ მე მიჩნდება აზრი თავში, რომ არა ეს ესეთი არ უნდა იყოს, ანა კარგია რომ ესეთი არის, თუ ასე შემდეგ. ან ჩვენ შევქმენით ადამიანებმა ხო, შეიძლება შევქმენით სახელი და შევაფასეთ.
იყო ჩვენ ადამიანები ამ მთელი ჯაჭვის, ამ მთელი კანონზომიერების და სამყაროს ერთ-ერთი ჯაჭვური ნაწილი ვართ, ესე ვთქვათ. მაგრამ ისე რაც არსებობს ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ხო? რა თქმა უნდა. აბა სხვანაირად როგორ ვერ იქნება ისე, უკვე არის ფაქტია და აბა როგორ შეიძლება რომ არ ყოფილიყო. უბრალოდ გონება შეუძლია ეს წარმოიდგინოს, რომ არა ეს არ იყო და მოდი აი ინტერნეტი სადღაც არ იყო პირობითად, მაგრამ მისი ალბათობა ხო არსებობდა და იმიტომაც შეიქმნა. მაგრამ სადღაც 20 საუკუნის წინ ვერ წარმოიდგინდა ადამიანი რომ ინტერნეტი მე უბრალოდ გულისხმობ უფრო მეტად ადამიანის თქვათ რაღაც აი სისასტიკეებს, რომელიც თქვათ ჩვენი აღქმით საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგრამ აქვს ფაქტია რომ არსებობს. აი ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი რა. აი ეს არის საინტერესო თემა ძალიან, რომ პარადოქსული ამის გაგება ესეთი მარტივი არ არის. მაგრამ ის რო არ იყოს რაღაცა იმის შედეგად ვერ იქნება. ანუ ამ სამყაროს კანონზომიერება ესეთი, რომ რაღაცა იბადება, მე არსებობს და მე ქრება. იგივენაირად ყველაფერი თუ სადმე ომი ხდება მაგალითად. ესე იგი რაღაცა დარღვევამ, რაღაცა კანონზომიერება. რაღაცა გამოიწვია ალბათ. ანუ რაღაც რეალურად რა ხდება? სამყაროში არის ბუნების კანონები და ეს ბუნების კანონები რო ირღვევა, მერე მოდის დაანგრევა, რომ დაიწყოს ისევ აღდგენა. აი ეს ციკლი ტრიალებს მუდმივად რა. და ადამიანიც იგივენაირად და ნებისმიერ რამე რაც ამ სამყაროში არის ყოფაშია და მერე მთავრდება. მაგრამ ის რაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, აი ეს მთლიანობა, ის სუფთა ბუნება, საერთოდ აი ამ ციკლის მიღმაა და ამაზე ლაპარაკობს ზუსტად ვედური ლიტერატურა თუ ეს უმაღლეს ცნობიერებაში მყოფი ადამიანები. და ვუახლოვდებით ესე იგი ამ რაღაც ცნობიერებას იმ 20 წუთში, რომელსაც ესე იგი TM-ის დროს ვასრულებთ, ხო? ზუსტად ეს ხდება. განვიცდით ამას, საკუთარ თავს ამ მთლიანობას განვიცდით, ანუ ხდება ტრანსცენდირება. წინშვიდის და თავისუფლების გამოცდილება. და ბოლოს მოდი გითხარი, თვითონ ეს ტრანსცენდენტული მედიტაციის დროს ეს იგი რაღაც მანტრას განიჭებენ, ხო? პირადად შენია, როგორც ვიცი და როგორ ხდება, ანუ პირადად უნდა შეხვდე მასწავლებელს, პირადად ხდება მუშაობა და ონლაინ არა? ნუ როგორც წესი, ფიზიკური სწავლება, ანუ ფიზიკურად ხდება და ფიზიკურ სწავლებას და ყოველთვის ნებისმიერ რამეს ეხა ფიზიკურად უფრო დიდი ეფექტი აქვს და მათ შორის ტრანსცენდენტული მედიტაციაც დღეს ესე ხდება, რომ ფიზიკური დასწრებით ისწავლება მხოლოდ, იმიტომ რომ კონდეს რეალური ეფექტურობა, იყო უბრალოდ ესეთი დრო, როდესაც კორონავირუსი იყო და ეხა მთელი დედამიწაზე ადამიანების შეზღუდულები ვიყავით, იყო რაღაც პერიოდი, რომ შეიძლება ესეც ესწავლებინათ, მაგრამ არ იყო ეს მაინდამაინც კარგი იმ გაგებით, რომ ყოველთვის უმჯობესია ისევ და ისევ რომ ფიზიკურად ცოცხლად იყო მიმონაწილე ამ პროცესში და მობილიზებული იყო ამისთვის და მოხვიდე იმისთვის, რომ რეალურად ისწავლოდა, არა გაფანტული იყო შევა ოჯახის წევრებთან იქ თან ლაპარაკში თუ სხვა რაღაცეებში რა. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია ესე და დღესდღეობით მე pirdat ყოველთვის ასე ვასწავლი და დღეს ესე ხდება მედიტაციის სწავლება. და სად შეიძლება ვთქვათ მოგძებნოთ მაყურებელს რომ დააინტერესოს. კი ბატონო, სოციალურ ქსელში მაგალითად, მივუთითებ მე. კი ბატონო, დიდი მადლობა და სოციალურ ქსელში, Instagram-ზე, Facebook-ზე, რა ვიცი, ხო, ეგეთი რაღაცები, რაც ხო, ადვილად და ხდება მე შეხვედრა და ასწავლი. ხო, შეხვედრა, ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა ადამიანს ვესაუბროთ ამაზე. ეხლა ჩვენ კი ბევრი ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, მაგრამ უფრო კონკრეტულად როცა ლაპარაკობ, ხო, უშუალოდ მედიტაციაზე, კონკრეტულად რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს, როგორი სწავლების პროცესია და რა თვითონ ადამიანს აინტერესებს შეიძლება რაღაც კონკრეტული კითხვები ქონდეს, როგორც ეხლა შენ ქონდა პირობითად და ამ ყველაფერს რო იგებს და მართლა რო წმუნდება, რომ აი ხლა მოდი მე ამას ვისწავლი, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი რომ ადამიანს რამე ასწავლო, როდესაც თვითონ გადაწყვეტ ამას. მე ამას ვერასდროს ვერ ვაძალებ და ვერ დავაძალებ ვერავის, რომ რაღაცა ძალით ისწავლოს, ამიტომ მოსწავლე სწავლობს მაშინ, როდესაც ის მზად არის და არა მაშინ, როდესაც მასწავლებელს ეს უნდა, ასე რომ ზუსტად, ხო, სკოლაშიც ესე ხდება და რა ვიცი, არ უნდა ვისწავლოთ ყოველთვის ჩვენ როცა გვინდა, მაშინ ნამდვილად ვისწავლით რა და ეს არის მთელი არსი ამ ყველაფრის. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდება ტრანსცენდენტული მედიტაციის გამოცდილების მიღება. კი ბატონო, სიამოვნებით გაუზიარებ ყველა ადამიანს, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შენს მოწვევისთვის და ასეთ საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის.